ეროსი კიწმარიშვილის შეწყვეტილი საქმე და გამოძიების დასრულების შემდეგ უპასუხო დარჩენილი კითხვები. კიწმარიშვილის ოჯახი და ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. რა დეტალები აჩენს კითხვებს და რა სიტყვის კიწმარიშვილის ოჯახი? დღეს ბარიერში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი. ოდესელების პროვოკაცია თუ ქურდული სამყაროს მობილიზაცია წინასაარჩევნოდ, რატომ გამოუშვეს უკრაინიდან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დავით გერლიანი და რატომ არ გააფრთხილეს ამის შესახებ ქართული მხარე? ვის სჭირდება კრიმინალური ავტორიტეტების დახმარება პოლიტიკაში და კანონიერი ქურდების როლი წინასაარჩევნოდ? დებატები დღეს ბარიერის მეორე ნაწილში. ბარიერი ვინგეგმავს წინასაარჩევნოდ ქურდული სამყაროს გამოყენებას, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. პირველ ბლოკში კი ეროსი კიწმარიშვილის საქმე რატომ არ ენდობა, კიწმარიშვილის ოჯახი გამოძიებას, ამაზე ვისაუბრებთ. კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატთან ერთად გაგი მოსიაშვილი არის ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა ბატონო გაგი გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა იწვევს თქვენში ეჭვებს, როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, პროკურატურამ საქმე დახურულად გამოაცხადა, საბოლოო ვერსია არის თვითმკვლელობა. რატომ არ იზიარებს ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მსმენელს, ტელემაყურებლებს. მე როგორც იურისტი, სამართლებრივი შეხედულება ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ მოისმინეთ გუშინ და საზოგადოებამ გაიგო ინფორმაცია, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოვიდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე, გამოძიებამ დადო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რაც დადო. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო, ეს არ არის მტკიცებულებით ფორმატში წარმოდგენილი, უფრო ეს გარკვეული საგამოძიებო ორგანოს ვარაუდს უფრო ჰგავს, ვიდრე იმ არგუმენტებს, იმ სამართლებრივ შეფასებას, რაც ამ 2 წლის განმავლობაში გარკვეულწილად, მეტწილად, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ორგანო გამოძიების პროცესში დადო. შეიძლება თან ჩაგეკითხებით ერთ ფორმაზე შევთანხმდეთ, მტკიცებულება არ არის თქვენთვის დაუშვათ ვიდეო ვერსია ექსპერტიზების, რომელიც ჩატარდა მანქანის შიგნით და საბოლოოდ, რომლის შედეგადაც პროკურატურამ დაადგინა, რომ მანქანაში სხვა პირი უბრალოდ ვერ იქნებოდა და ის ვერ მოკლავდა, შესაბამისად ვერ მოკლავდა ეროსი კიწმარიშვილი. ძალიან კარგი კითხვა, თუმცა თქვენ იმ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში, რომელსაც გაეცანით, აღნიშნული ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ გამოძიებამ შეაფასა ყველა მტკიცებულება, არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლივად და ერთობლივი მტკიცებულების გაანალიზების შემდგომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვითმკვლელობა, არც მკვლელობა სახეზე არ არის. თვითმკვლელობის მცდელობა და არც მკვლელობა სახეზე არ არის. და ეს არის თვითმკვლელობა, ხო? ჩვენ ვიცნობთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას და პასუხისმგებლობის საფუძველია. მაგრამ გამოძიებამ ეს ორი გარემოება გამორიცხა და უტყუარა დადგენილ ფაქტობრივ გარემოება დაადგინა ის, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს კითხვები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მიმართ დღეს გავაჟღერეთ, თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ალბათ გარკვეული სახის ინფორმაციას მათი მხრიდან გავიგებთ. ანუ კარგად გამიგეთ, მე ის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელიც მე მათგან მოვისმინე, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ეტაპზე საქმის წარმოება შეეძლო. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა უნდა გაეკეთებინა კიდევ გამოძიებას. გუშინ ჩვენთან სტუმრად იყო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც ოჯახმა დაიქირავა თავის დროზე, ეს არის დამოუკიდებელი ექსპერტი და მან თქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის ექსპერტიზა ჩატარდა, რაც კი ოჯახმა მოითხოვა დამატებით. ყველაფერი გაკეთდა აბსოლუტურად. თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ მას. საუბარი იყო სისხლის შეფების ტრაექტორიაზე, რა ვიცი, როგორ შეიძლება მომხდარიყო მანქანასთან მიმართებაში, ეროსი კიწმარიშვილთან მიმართებაში, მკვლელის მდებარეობა, შეღწევა მანქანაში და ასე შემდეგ. ყველაფერი თითქოს გაიზომა და აი ამის შედეგად დადგინდა ის, რაც დადგინდა. პირველი დავიწყოთ ის, რომ ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილის ეს ინფორმაცია არ ახალია. ქალბატონი მაია ადრეც საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ბუნებრივ პირობებში ესეთი რამ არ მოხდებოდა და
დარჩა სხვა ბუნებრივი პირობების გარდა სხვა გარემოებებიც შეიძლება იყოს თავშოთ არაბუნებრივი რა პირობები შეიძლება იყოს როცა ბუნებრივი ძალები ხო ვერ გიკაცრავად არა ძალიან თითქოს ხუმრობისთვის მაგრამ მომეთ შესაძლებლობა კი ბატონო გისმენთ აი თქვენ მაგალითად რა წარმოგიდგენიათ გვაქვს იმისა რომ დღეს ვაცხადებთ ჩვენ რომ გამოძიებამ იჩქარა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ეროსი კიცმარიშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. პირველი იგივე დავიწყოთ შხეფებით ეგრეთ წოდებული, ხო? მინდა გითხრათ რომ ექსპერტიზა რომელიც სამემართულებით ჩატარდა თავდაპირველად ექსპერტიზამ ჩაატარა წინა სავარძლების კვლევა, საექსპერტო კვლევა და წინა სავარძლებთან დაკავშირებით დადო ის დასკვნა, რაც დადო. თუმცა მოგვიანებით უკვე სექტემბრის თვეში, დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში, უკვე უკანა სავარძელზე არსებული ორი ერთეული ლაქა დადგა დღის წესრიგში, რომ ის იყო შხეფი, ის თუ რა იყო პირველ რიგში ეს, იყო თუ არა სისხლნაღვენთი, ან წვეთი, ან შხეფი. ექსპერტიზას სალსახად არ უსაუბრია როგორც ეს იმ მიმართულებით იყო საუბარი რაც პროკურატურამ გუშინდელ ბრიფინგზე გააკეთა რომ უკანა სავარძელში შეიმჩნევა სისხლის შხეფები. უკანა სავარძელში არის რამოდენიმე ერთეული წვეთი, მაგრამ ეს არის შხეფი, ეს არის ნაღვენთი, თუ ეს არის კონკრეტულად სისხლის წვეთი, ამაზე არ უსაუბრია და ექსპერტიზა ამაზე არ საუბრობს. ამდენად პირდაპირ იმის თქმა, რომ შხეფებს განშლა ჰქონდათ მთლიანად სავარძლის იყო საუბარი რომ მარაოსებური განშლა იყო და ქვევით იყო ზევით ანუ აქ საუბარი არის სავარძელთან დაკავშირებით, უკანა სავარძელზე იყო თუ არა იმ განშლა ზოგადად ამ შხეფების. თუ ჩვენ კარგად ჩავიხედებით საქმეში და გავეცნობით საექსპერტო კვლევებს, როგორც უკვე გითხარით, საექსპერტო კვლევები პირველ რიგში საუბრობდა წინა სავარძლებზე იმ მარაოსებრი გაშლას შხეფების, რომელიც რეალურად მართლა არსებობს. თუმცა ეს უკანა სავარძელზე ამ გვარი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის არ არის სწორი. თქვენ თითქმა გინდათ რომ შესაძლოა უკან მჯდარიყო კვლელი? იცით რა, კიდე კარგად გამიგეთ. ვინაიდან უკანა სავარძელზე თქვათ შხეფები დღეს ვაფიქსირებ და ყოველთვის ამას ვამბობ. გამოძიებას არ ჰქონდა შესაძლებლობა და დაედასტურებინა ამ გამოძიების პირობებში, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ეს იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა თუ მკვლელობა. ანუ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჩატარდა, არც ერთი ამ და იმის ანალიზი არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ რომელიმე ამ სამი მიმართულებით მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა მაშინ ასე გითხარით გამოძიებას, ვინაიდან ინფორმაცია არის ასეთი, მათ ჩაატარეს უამრავი ექსპერტიზა, დაკითხეს 600-ზე მეტი ადამიანი და კიდევ სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. რა უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთეს თუ შეიძლება გითხარით? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. პირველ რიგში ის რომ 600-ზე მეტი პირი დაიკითხა, ეს არ არის იმის საპირწონე, რომ ამით უკვე გამოძიებამ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები შეასრულა. ჯერ კიდევ ივლისის თვეში მათთვის ანუ საგამოძიებო იმავე წლის საგამოძიებო ორგანოებისათვის ხელმისაწვდომი იყო დაუშვათ იგივე და ამაზე ჩვენ არაერთხელ ჰქონდა საუბარი, რომ მოდით შევამოწმოთ ერასტი კიცმარიშვილის პირადი სივრცე. ანუ კომპიუტერზე ჩვენ ვიცით რომ საგამოძიებო ორგანომ როდესაც მოწმეები დაკითხა ამ 600 კაციდან, ხო? გამოიკვეთა დაკითხვის დროს რომ ერასტი კიცმარიშვილი და ამაზე თვითონ ანიმაციაში არის საუბარი, რომელიც მათ გაავრცელეს, ხო? საუბრობდნენ რომ ერასტი კიცმარიშვილი რამოდენიმე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იჯდა კომპიუტერთან და მუშაობდა. გარდაცვალების დღეს. ამის მერე გამოდის იგი და ხდება ის რაც ხდება. ჩვენ დავსვით დღის წესრიგში რომ მოდი შევამოწმოთ პირადი სივრცე, იქნებ რაიმე სახის ხელჩასაჭრელი გამოძიებისთვის იყოს. ამაზე ძალიან ბევრი იფიქრა გამოძიებამ და გამოძიებამ გადაწყვიტა
ეს უკვე დაახლოებით 6 თვის მერე რომ გაეკეთებინათ და შეემოწმებინათ პირადი სივრცე. ანუ თქვენ გულისხმობთ სოციალურ ქსელებში მისი რა თქმა უნდა, ანგარიშები? არა, მისი ანგარიშები, Facebook-ის გვერდი, Skype, ანუ პირად სივრცეში გულისხმობ იმას სოციალურ ქსელს, იმ მომსახურეობას, იმ სადაც ანუ ადამიანებს თავისი მიმოწერა აქვთ და კონტაქტები. კი ბატონო, გარკვეული თავისი სივრცე გააჩნიათ, ხო? დაახლოებით იანვრის ბოლოს, 2015 წლის იანვრის ბოლოს ჩატარდა ის საგამოძიებო მოქმედება, როგორც ქვია, ერასტი კიწმარიშვილის პირადი სივრცის დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ ოდესაც დათვალიერდა აღნიშნული პირადი სივრცე, აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე დღით ადრე გატეხილი იყო, ანუ პიროვნება უკანონოდ იყო შეღწეული ამ პირად სივრცეში. ვიცით, აი ეს უკვე საკმაოდ რაღაც გარკვეულ ბევრ კითხვას სვავს. ანუ ვიღაცამ შეაღწია და გაანადგურა რაიმე კითხებულებები, რაც დაუშვათ გამოძიებას მე ამას არ გამორიცხავ, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ თუ გახსოვთ 2015 წლის 15 ივლისი იყო სამშაბათი დღე, ორშაბათ დღეს, ანუ წინა დღეს დადასტურებულად არის ცნობილი ეს ფაქტი, რომ მას ჰქონდა ამ შემთხვევაში ეროსის ჰქონდა პირადი მიმოწერა თავის უცხოელ მეგობართან. იმის გარკვევის მიზნით, რომ ეს მიმოწერა თუ არ იარსებებდა ზოგადად, ხო, ნუ შეიძლება და გაფანტული იყო ის აზრი, რომ არ არის, ანუ ეს შოულებრივი მოვლენა, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეროს კიწმარიშვილის მიმოწერა უკვე ჩვენთვის ცნობილ პიროვნებასთან, რომელიც მოხდა პირობითად 14 ივლისს, ეს აღარ იყო იმ ბატონო გაგი, შეიძლება გითხოთ, მე არ ვიცი თქვენ როგორ ხართ, მაგრამ მე მაგალითად საუბრებს ხშირად ვშლი ხოლმე. კი ბატონო. ზოგს მაშინვე, ზოგს მოგვიანებით. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასე ყოფილიყო, მაგრამ თქვენ როგორც მოქალაქე, თქვენ როგორც ჟურნალისტი, გიჩნდებათ თუ არა კითხვა და თუ თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ეს საგამოძიებო მოქმედება, თუნდაც როგორც არის პირადი სივრცის დათვალიერება, კარგი იქნებოდა რომ გამოძიებას ჩაეტარებინათ თავის. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. აქედან გამოდნა, თუ შეიძლება დავამთავროთ. ეს თქვენი აზრით რაღაცა უგულისყურობის ბრალია თუ რაიმე სხვა მოტივი ხონდა მე ფიქრობ, რომ როგორც იურისტი უბრალოდ ჩარჩოებში აპირებ გარჩენას. რა თქმა უნდა, მე ამას გარკვეულწილად უფრო დავაბრალებ გამოძიების შეცდომას, ვინაიდან ჩვენ გამოძიებასთან თანამშრომლობის რეჟიმში ვიმყოფებოდით. ჩვენ ვეცნობოდით საქმის მასალებს, ანუ დაშვება საქმის მასალებთან გვაქვს და გქონდა. შესაბამისად, მე გარკვეული წილი ის ინფორმაცია, რაც მე დღეს მაქვს და თქვენ გეუბნებით და ვსაუბრობთ ამაზე, ეს ინფორმაცია მაქვს მე სწორედ იმ ნებით, რასაც ქვია მათი მხრიდან ნება, ეს სამართლებრივად თუ შევაფასებთ, ეს კეთილი ნება იყო თუ აუცილებელი იყო რომ დაზარალებულად ეცნო პიროვნება პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ამაზე მოდი სამართლებრივ პოლემიკას თუ გავმართავთ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ პირი რომელიც გარდაიცვალება და გამოძიება მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოძიება პირი დაზარალებულად ცნოს. ამ შემთხვევაში დაზარალებულად პირი არ უცნიათ, თუმცა ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავცნობოდით საქმეში არსებულ მასალებს. ამიტომ სწორედ რასაც მე თქვენ გესაუბრებით, როგორც უკვე გითხარით, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე გაცნობის შედეგად მივიღე და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებაში ვიღებდი მონაწილეობას, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენი აზრით, აი ამ პირად სივრცეში შეღწევას რა შეიძლებოდა მიეცა გამოძიებისათვის, მაგალითად, თუ ვინმე იმუქრებოდა ეროსი კიწმარიშვილს? ძალიან ბევრი, ჩემი აზრით არა. იურისპრუდენციაში არსებობს გამოძიების ეფექტურობა, ასეთი ცნება. გამოძიების ეფექტურობა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ თითოეული საგამოძიებო მოქმედება, თქვენ ალბათ უსმენდით გუშინდელ პრესკონფერენციას ბრიფინგს, სადაც საუბარია, რომ შემთხვევის ადგილი სრულყოფილად ობიექტურად დეტალურად იქნა დათვალიერებული. შემთხვევის ადგილი არ არის მხოლოდ ის ტერიტორია და ის, სადაც პიროვნებამ თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილი არის მთლიანად ის სარდაფი, სადაც და ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კონკრეტული პირის კონკრეტული მათსაწინააღმდეგო ქმედება მოხდა. ამიტომ აზრით არ იქნა და თქვენი ინფორმაცია მთლიანად შესწავლილი ეს ამიტომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების სრულყოფილობაზე თუ ჩვენ მხოლოდ მოვისაზრებთ და შემოვიფარგლებით მხოლოდ ავტომობილის ირგვლივ
მიმდებარე ტერიტორიაზე რამოდენიმე მეტრით მოშორებით დათვალიერებას, ეს არ არის საკმარისი. იგივე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აზრით, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომ არ არის გამორიცხული გამოძიებას მათ მიერ ნაგვიანება ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედების დროზე ჩატარების შემთხვევაში, პირობებში გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღო. მე ვიძახი იმას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ეს იყო დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც ფაქტიურად მე სამწუხარო მოხდა ის, რომ 6 თვით გარდაცვლილი პირი და ახლა თქვენ დამეთანხმებით, რომ პირის გარდაცვალება ეს არ იყო რიგითი შემთხვევა და საზოგადოება ცნობილი იყო. აქედან გამომდინარე, ყველა პირისთვის, მათ შორის იქ ჰაკერი იქნება თუ ნებისმიერი პირი, გაცნობიერებული იყო ხო პირი, რომ გარდაცვლილი იყო. მაშინ იბადება კითხვა ძალიან ლოგიკური, რა უნდა და რატო შევიდა. მაგრამ ამაზე პასუხი მე არ მაქვს, როგორც კარგით, სხვა თემაზე მინდა რომ დაგისვათ კითხვა, აი მაგალითად დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეროსი კიწმარიშვილის ძმა აცხადებდა, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად მოჰყავს ის სურა კიწმარიშვილს, რომ ავტომობილის გარეთ სისხლის კვალი არ არსებობდა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, აი როგორ შეიძლებოდა, მე ძალიან დილეტანტის დონეზე დაგისვათ კითხვას, რა თქმა უნდა, ავტომობილი იყო სხვაგან და როგორ გადმოიყვანეს შემდეგ ეს ავტომობილი, როგორ შეუცვალეს მას ადგილი, საჭესთან ვინ იჯდა და თუ დაუშვათ სხვაგან იყო და შემდეგ გადმოიყვანეს, შეიძლებოდა სხვაგან გარდაცვლილი იყო კიწმარიშვილი ჰიპოთეტურად ალბათ და შემდეგ ჩაესვათ მაგაში, მაგრამ მაშინ სისხლის შხეფები ეს მარაოსებური რაც ექსპერტიზამ დაადასტურა რანაირად აღმოჩნდა. ბევრი რამ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ყველა ვცდილობთ გავერკვოთ. როდესაც ზურა საუბრობს ამ ვერსიას ამითარებს, ანუ ამ ვარაუდს გამოთქვას, ამ ვერსიას ახლავს საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, რას გულისხმობთ? მაგალითად, თქვენ ალბათ კიდევ მიაქცევდეთ ყურადღებას იმას, რომ თურმე ეროსი როდესაც ჩამოვიდა, ავტომობილში ჩაჯდა, ჯერ ჩაჯდომამდე პიჯაკი ჩაიცვა, ეს ამგვარი თანმიმდევრობით აღწერს პროკურატურა ამ ეროსის ამ გადაადგილების პროცესს. პიჯაკი ჩაიცვა, დაჯდა, გაიკეთა რემენი, ჩაუწია ორი მინა, საქარე მინა, ხო? 3-ზე 2 ჩამოსწია, მანქანა დაქოქა და გამორთო ისე და თავი მოიხდა. ამ შემთხვევაში ავტომობილი კედელთან იმყოფება დაახლოებით 9 მეტრი, მეტრის მოშორებით. მარცხენა მხარეს. ანუ ძალიან ძირითადი საყრდენი კედელი არის ეროსის კარის მხარეს. ვარაუდი, რომელსაც ბატონი ზურა გამოთქვა, სწორედ ეყრდნობა იმას, რომ თუ მოხდა ის, რომ მან გასროლა გააკეთა და შტანცმარკა კი ბატონო არის და ამით მოხდა საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კედელთან ან მის მიმდებარედ რატომ არ არის ბატონო ეს ძალიან ლოგიკურია პრინციპში ეს კითხვა. ამას კიდევ ემატება ერთი რამ. ავტომობილზე თუმცა ძირთად მარჯვენა მხარეს არის სავარძელზე ეს სისხლი რაღაც მარაოსები. მარჯვენა მხარეზეც რომ არის სავარძელზე სისხლი, მარცხენა მხარეზეც არის ხო სისხლი რაღაც გარკვეული წილად. რატომ არ არის იქამდე ხო? პლუს ამას ემატება ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალი. ავტომობილის დათვალიერების დროს აღმოჩენილია ავტომობილის გარე პერიმეტრზე 4 ასე თქვათ ანაბეჭდი თითის, რომელიც იდენტიფიცირებისათვის ვარგისია. მაგრამ პირის იდენტიფიცირება გამოირიცხა დაუშვათ კონკრეტული პიროვნებები, მაგრამ დღეს არ ვიცით ეს 4 ერთეული თითის ანაბეჭდი, რომელიც ავტომობილის გარეთ პერიმეტრზე, ავტომობილზე გარე მხრიდან არსებობს, ვის ეკუთვნის? ეს ხო შეიძლებოდა ვთქვათ წინადღიდან ყოფილიყო ან ამასთან დაკავშირებით ამასთან ვიღაც შეიძლება შეეხოს მანქანას ის განმავლობაში ქუჩაში თუნდაც ვიღაცა წაბორძიკლეს და ხელით შეეხოს სხვა ადამიანი აბსოლუტურად გეთანხმებით, თუმცა გავიხსენოთ რომ იმ პერიოდში იყო მზიანი ამინდები ექსპერტების განმარტებით ასე ვთქვათ ანაბეჭდები და ასე ბალიშები ასე ვთქვათ კარგა ამ ბალიშის თითების რომელიც არსებობს მზიან ამინდში იცვლის ასე ვთქვათ
მდგომარეობას და შესაძლებელია იყოს უვარგისი. ანუ აქედან გამომდინარე, თუ გავიხსენებთ, რომ იმ პერიოდში იყო სიცხე, წინა დღეების ანაბეჭდები პრინციპში არ უნდა ყოფილიყო. და თუ სარდაფში იმყოფებოდა ეს ავტომობილი და უახლოეს პერიოდში იქ რაღაც გარკვეული სახის ანაბეჭდები არსებობდა, ჩვენ ამას მტკიცებით ფორმატში, ანუ განსხვავება რა არის? დღეს პროკურატურამ ყველაფერი მტკიცებით ფორმაში წარმოადგენდა. კი ბატონო, ანუ თქვენი მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მტკიცებით ფორმაში ვერაფერი ვერ იქნება. მათ ვერ დაადასტურეს ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთი ფაქტი, ასეთი გარემოება, ასეთი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღეს. მე გეუბნებით, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ ქონდა. ჯერ უნდა ჩაეტარებინათ, უნდა დაედგინათ აი დნმ-თან დაკავშირებით. გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ დნმ-ი სასხლეთზე რომელიც არსებობს, უდაო დადასტურებული არა ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს. არ არის ასე. მაგრამ ეს ასე არ არის. მეორე კვალიც არის, ხო? მეორე კვალიც არის, კი. ანუ მეორე კვალიც არის, მაგრამ ექსპერტიზა არ ამბობს, რომ ეს სასხლეთზე არსებული დნმ-ის კვალი უტყუარად ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს. ექსპერტიზა ამბობს, რომ არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს ეროსი კიწმარიშვილის ერთი დნმ-ის, მაგრამ არის კიდევ სხვა დნმ-ის. როდესაც სამართლებრივად მტკიცებით ფორმატში სახელმწიფო ბრალდება ამბობს ამას, რომ არის უტყუარად დადასტურებული დნმ-ის კვალი სასხლეთზე, თუმცა ეს არ არის სინამდვილე, იმიტომ რომ ექსპერტიზა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს და ვარაუდს გამოთქვას, მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რომ ამ შემთხვევაში მაპატია და დავიტოვოთ ის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ნიუანსების შეფასებისას აი ამ სიტუაციაში ვთქვათ, რომ არ არის სწორი ისაც გააკეთა პროკურატურამ. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ იჩქარა და ის საგამოძიებო მოქმედებები იგივე პირობითად ავიღოთ კავკასიური გარეგნობის ადამიანთან, რომელიც დღემდე დაკითხული არ არის. თქვენ გულისხმობთ, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე რომ გაიარა ვიღაცამ, ჩვენ ვიცით ხო არგუმენტი პროკურატურის, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა იმ დღეებში და იმ დღეს და ყველას ვერ დაკითხავდნენ. ყველას ვერ დაკითხავდნენ. შეიძლება და ყოფილიყო შემთხვევითი გავლენა. ასაგებია აბსოლუტურად, რატომ არ ვითხოვთ ყველა იქ გამვლელი ადამიანის დაკითხვას? ვინც სავარაუდოდ ეს პიროვნება არის სპორტული აღნაგობის, რომელიც არის საკმაოდ ნავარჯიშელი პიროვნება და რომელიც ფოტოც სხვათა შორის გამოამზიურა პროკურატურამ და ამ რომელიც კარგად ჩანს ფოტოზე და ამ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ჩვენ ვამბობდით და პროკურატურის არგუმენტი იყო ის, რომ დაახლოებით რამოდენიმე წუთით ადრე ისტოვებს მიმდებარე ტერიტორიას და შესაბამისად მას კავშირი როგორ შეიძლება ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას. ამასთან დაკავშირებით ამის საპირწონე რა არის? ვიდეო ჩანაწერები, რომელიც არსებობს, რომელიც შესწავლილი იქნა, დადგინდა, რომ დროში საათობრივი, წუთობრივი მონაცემები არ არის სწორი. ანუ არსებობს შესაძლებლობა, რომ თუნდაც, როდესაც მტკიცებით ფორმატში აქაც იძახის პროკურატურა, რომ ეს პიროვნება რამოდენიმე წამით ადრე, თუ რამოდენიმე წუთით ადრე ტოვებს ტერიტორიას და რა შემხებლობა უნდა ქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, მაგრამ ამის პარალელურად გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულწილად ვიდეო ჩანაწერებში არის ცდომილება საათებში და წუთებში და საკმაოდ ხანგრძლივი. მაგალითად, ერთ საათს 9 საათიანი ცდომილება ანუ შესაძლოა არ ყოფილიყო ეს ზუსტი დრო და ემთხვეოდა მისი გარდაცვალების ჩვენ ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რამდენიმე კითხვა მოვასწრო. მეორე მხრივ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ნუ როდემდე შეიძლებოდა დაუსრულებლად ყოფილიყო გახსნილი ღია ეს საქმე და გამოძიებამ ჩათვალა, რომ მეტი არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო და დაადგინა ის რაც დაადგინა. თქვენი აზრით კიდევ დამატებით უნდა გაეგრძელებინა საგამოძიებო მოქმედებები თუ უბრალოდ არ უნდა დაეხურა ეს საქმე და ყოფილიყო ასე? ანუ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა არ არის, კიდევ ვიძახე, რომ ჩვენ გქონდა და გვაქვს გარკვეული სახის ურთიერთობა საგამოძიებო გუნდთან, ორგანოებთან. ჩვენ ამას, რასაც მე თქვენ დღეს გეუბნებით, საჯაროდ ამაზე ჩვენ გარკვეული სახის ცხარე დებატების და რა პასუხს იღებდით ამაზე? აი ამ დეტალებზე როდესაც ესაუბრებოდა. ანუ მაშინ როდესაც დავსვით კითხვა მაგალითად. მაგალითად კედელზე რატომ არ არის სისხლი? ამაზე რა გიპასუხეს? ექსპერტიზამ ამაზე რა გიპასუხათ? ამასთან დაკავშირებით პასუხი არ გვაქვს. მაგალითად არ გვაქვს პასუხი, რომ ეს პიროვნება, რომელიც დადის აქეთ-იქით და რომელიც არ მიეჩნია გამოძიებამ რომ დაეკითხა, ამას წელიწად ნახევარი ეძებდნენ თორმე და ვერ მოიძიეს ეს პიროვნება, ანუ ამ პირის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მაგალითად ის რომ დნმ-ზე იყო კიდევ სხვა პირის კვალი აღმოჩენილი, ხო?
იარაღზე უკაცრავად არის სხვა პირის სასხლეთზე არის სხვა პირის დნმ შერეული დნმ აღმოჩენილი ხო ამასთან დაკავშირებითაც ამ ხნის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ რომ გარკვეული სახის ინფორმაცია მიიღოთ მაგრამ მე რატომ ვთვლი რომ დღეს ნაადრევი არის და ნაადრევად შეწყვიტეს საქმე იყო ჩასატარებელი გარკვეული სახის ინფორმაცია გადასამოწმებელი მაგალითად, როდესაც საუბარი არის სატელეფონო ანძებზე, სატელეფონო ანძების დამუშავება ხდება ფაქტობრივად ნახევარწელზე მეტი, თუ წელიწად ნახევარზე მეტი. როდის ის იქნა ამოღებული, მაგრამ რა ინფორმაციის შემცველია, მე არ ვიცი. მე განმიცხადეს, რომ ეს ბატონო ჩემო, არაფერი პრობლემა არ არის, არანაირი ანძები თქვენ სატელეფონო ანძების ამონაწერი, მე დავწმუნდებოდი იმაში, ელემენტარულად, როგორც დაზარალებულის ოჯახის ადვოკატი, თუმცა დაზარალებული სტატუსი მას კიდევ ვიმეორებ, არ აქვს, რომ გარკვეულწილად გამოძიებამ ყველა საგამოძიებო მოქმედება სრულყოფილად კი ბატონო, ანუ არ არის ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული და მოტივი რაც იწვევს ბევრ კითხვას, ანუ თვითმკვლელობის მოტივი. რა სიტყვით მოტივთან დაკავშირებით დასახელდა მთავარ მოტივად მისი ვალები. იყო ეს მისი ფინანსური მდგომარეობა რეალურად ისეთი მძიმე რომ 2013 წელს რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო ერთი თუმცა რა თქმა უნდა მძიმე ფინანსური მდგომარეობაც არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა მაინც და მაინც თავი უნდა მოიკლას მაგრამ პროკურატურას ვალები და კრედიტები მოყავს ამის მტკიცებულებად რა სიტყვით ამაზე სამწუხაროდ მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან თითიდან გამოწვეული არგუმენტი თუ მოტივი გუშინ საუბრობდა იგივე პროკურატურის წარმომადგენლები რომ 2013 წელს თორმე გაუყიდია მას მანჰეტენზე ბინა. მაგრამ არც უსაუბრიათ იმაზე რამდენად გაუყიდია ეს ბინა. თქვენ ხომ ვერ გვეტყვით თუ არ არის ეს კონფიდენციალური ინფორმაცია? ანუ მიუხედავად იმისა რომ კონფიდენციალური ინფორმაცია მე გეტყვით რომ $2,700,000 გაიყიდა აღნიშნული ბინა. 2013 წელს და 2014-ში მოხდა ეს ამბავი. ანუ ერთი წლის განმავლობაში თქვენ ეროსი კიწმარიშვილი წარმოგიდგენიათ ადამიანად, რომელიც აღნიშნულ ბინას თუ თანხას არ დააბანდებდა და ერთ დღეში დახარჯავდა? ამიტომ ეს არის უბრალოდ ის მე ვფიქრობ რომ ამ მოტივზე საერთოდ ვარ ელაპარაკად უფრო კარგი იქნებოდა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია რომ თურმე მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ეს ამგვარი სხვათა შორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებაში საუბარი იყო რომ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობდა ეროსი კიწმარიშვილი ვიღაც სხვა პიროვნებასთან. სამწუხაროდ მე ეს ინფორმაცია ძალიან ბევრი რამ ითქვა საუბრობდნენ იმაზეც, აი გუშინ ჩვენთან ეთერში საუბრობდნენ იმაზეც, რომ ვიღაცამ შეიძლება დააშანტაჟა ნაციონალურ მოძრაობას მან დაუჭირა. იცით რა, მე ვარ იურისტი. ნაციონალური მოძრაობა, პოლიტიკა, ყველა ცდილობს თავისებურად გაამყაროს ეს თვითმკვლელობის ვერსია, რა მიიყვანა ის პოლიტიკა აბსოლუტურად შორს არის ჩემგან და მე გეუბნებით იმას, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილებაში ის რა პოზიციას დაფიქსირდა, ფიქრობ რომ იყო ნაადრევი და იყო ჩასატარებელი. და რას აპირებთ ახლა თქვენ პროკურატურას მიმართავთ თუ არა საქმის განახლების მოთხოვნით? ამისთვის ალბათ ახლად აღმოჩენილი გარემოებებია, ხო? შეწყვეტილი საქმის განახლება შესაძლებელია. ამ ეტაპზე მიმართვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის დღეს მე თქვენ რაც წარმოგიდგინეთ, ეს არის ის ინფორმაცია, რომლის გამოც ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებამ ნაადრევად შეწყვიტა და არ გაანალიზა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ პროცესუალურად გარკვეულწილად მივყვეთ ამ საქმეს, მოვითხოვთ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ანუ ოფიციალურად ჩაგვარდება შეწყვეტის დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ დაზარალებულად ცნობილი. და კიდევ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში, რომ კანონმდებლობით ჩვენ უნდა ყოფილიყავით დაზარალებულის უფლებამონაცვლე ცნობილი უნდა ყოფილიყო მისი ოჯახის წევრი და ამის მერე ჩვენ გვქონდა პროცესუალურად უფლება გასაჩივრების სასამართლოში ან ზემდგომ პროკურორთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს ეს სტატუსი, მე მაინც ვფიქრობ, გამოვიყენო ეს პროცესუალური უფლება და შემდგომ კანონიერ გზებს მიმართო. და როგორღაც მიაღწევთ ამ საქმის გამოძიების განახლებას და ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, თქვენ ხართ იურისტი და ყოველთვის ცდილობთ ხოლმე იურისტები, რომ ფაქტებს არ გაცდეთ და შეფასებებით ძირითადად სამართლებრივ ჩარჩოში იყოს. თუმცა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ არ ენდობით თვითმკვლელობის ვერსიას, ბუნებრივია და იქიდან გამომდინარე, რაზეც დღეს თუნდაც ისაუბრეთ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა და ოჯახის წევრმა, თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ ეს იყო მკვლელობა.
მე მაქვს ეჭვი არის თუ არა ასე მე მაქვს და ეჭვი ალბათ რაღაცა თქვენი ვერსიაც უნდა გქონდეთ როდესაც თუ შეიძლება მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ მე ჩვენი საუბრით დაწყებში განვაცხადე რომ მე არ ვიზიარებ იმას რომ ეროსი კიწმარიშვილმა საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ამას ვერ ამტკიცებს ეს ავტომატურად ნიშნავს რომ მკვლელობა იყო რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება. დანარჩენი უკვე თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება თუ რას ფიქრობთ მე. დიდი მადლობა გაგი მოსიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატი დაუბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ და ვისაუბრეთ იმაზე ვინ გეგმავს წინასაარჩევნოდ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების და კრიმინალური სამყაროს გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. დავით გერლიანი თავს თვლის პოლიტიკური პარტიების თამაშის მსხვერპლად და მიაჩნია რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დავით გერლიანი გამოიყენა იმისათვის რომ რაც გადმოუცა დავით გერლიანმა რომ ის გამოყენებული არის მსხვერპლი არის და ჩამოყვანილი არის მოპარული არის უკრაინაში უკრაინის პოლიციის მიერ შემდგომში არანაირი დეპორტი არ მომხდარა აბსოლუტურად არანაირი მასალა არ არის გადმოგზავნილი საქართველოში და აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმასთან დაკავშირებით რომ დავით გერლიანი არის უკრაინის მოქალაქე როგორც ესეთი და უკრაინის პოლიციამ მას განუმარტა რომ ყალბი პასპორტი ჰქონდა თუ კი ყალბი პასპორტი ჰქონდა მას ჰქონდა შესაბამის პროცედურები უნდა გაევლო უნდა დაიდასტურებინათ რომ ის ნამდვილად ყალბი იყო შესაბამის სამსახურებს უნდა გაეცათ აღნიშნული დასკვნა და მხოლოდ ამის შემდგომში უნდა მომხდარიყო თუ კი ის ყალბი იყო პასპორტი რუსეთის უკრაინის მოქალაქის პასპორტი თუ კი ყალბი იყო შემდგომში უნდა მომხდარიყო მისი დეპორტი საქართველოში შესაბამისად არანაირი პროცედურა არ გაუვლია მის დაკავებას ბარიერი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ოდესელების პროვოკაცია თუ ქურდული სამყაროს მობილიზაცია წინასაარჩევნოდ რატომ გამოუშვეს უკრაინიდან ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დავით გერლიანი და რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ ქართულ მხარეს ვის ჭირდება კრიმინალური ავტორიტეტების დახმარება პოლიტიკაში და როგორია კანონიერი ქურდების როლი წინასაარჩევნოდ ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში მე წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს ოთო აბესაძე ქართული ოცნება გელა ნიკოლაიშვილი ადვოკატი და ზვიად კუპრავა რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი დიდი სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით პირველ რიგში ბატონ გელას დავუსვავ კითხვას. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბატონ გელა ამ ისტორიამ? დავით გერლიანი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, მოდის უკრაინიდან, დეპორტაციას ალბათ ვერ დავარქმევთ ვინაიდან, როგორც თვითონ ამბობს და როგორც ამ ეტაპზე ჩვენთვის არის ცნობილი სადეპორტაციო დოკუმენტაცია და პროცედურები არ განხორციელებულა არ ვიცი რაიმე სხვა ინფორმაცია თუ გაქვთ ბატონო თქვენ გითხავთ მოგვიანებთ ამის შესახებ ის შემოდის საქართველოში და ეს ცნობილი ხდება არა ოფიციალური წყაროებიდან ანუ ტელევიზიიდან და ერთ-ერთი პოლიტიკოსის მხრიდან გივით არგამაძეს გულისხმობ და შემდეგ მას აკავებს რამდენიმე დღის შემდეგ პოლიცია ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დღეს ის არის უკვე პატიმრობაში წინასწარ პატიმრობაში თუმცა ისიც ამბობს რომ და მისი ადვოკატი ამბობს რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარი ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს ოდესელების პროვოკაციაზე ანუ გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გუნდს უკრაინაში თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერმა ხო ამ მოგესალმებით პირველ რიგში ამ ყველაფერს თუ დაუმატებთ იმასაც რომ თქვათ ნუ ოდესა თქვენ ახსენეთ მაგრამ ოდესიდან გამოაფრინეს ეს ადამიანი და პლუს უკრაინის მთავარი პროკურორი არის პიროვნება რომელმაც ორიოდე დღის წინ ლუცენკო რომელმაც ორიოდე დღის წინ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა ვანომერობიშვილთან დაკავშირებით რაღაცა ეს ერთიანი წრე იკვრება თუმცა მეორე მხრივ არის ბრალდება რომ სწორედ ხელისუფლებას ჭირდება კანონიერი ქურდები არ ვიცი ეს რამდენად კაფეო თქვი წინასაარჩევნოდ და ამისათვის არაკავებს საქართველოს შემოსულ კანონიერ ქურდებს მაგრამ მე ხლა არ მიყვარს ისედაც პიროვნულად და მით უმეტეს როგორც იურისტი და ადვოკატი კატეგორიული მსჯელობები თუ არ იქნება არგუმენტები ესე იგი თქვენ რასაც ამბობთ ჩვენ უნდა მხოლოდ ეს მოცემულობა გვაქვს და ვარაუდების დონეზე და ლოგიკის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ ესე იგი თუ თქვათ ეს ყველაფერი
არ არის ისე როგორც ამას თავად გერლიანი ამბობს, რომელიც ადასტურებს, უბრალოდ ამტკიცებს, რომ ის მე როგორც წავიკითხე არის უკრაინის მოქალაქე და ასეთ შემთხვევაში უკრაინის მოქალაქის დეპორტაცია არანაირ კანონებში არ ჩდება. და თუ დეპორტაცია განხორციელდა და დეპორტაციის პროცედურები დაცული არ იქნა, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა აქვს მტკიცების საფუძველი. მაგრამ ახლა მეორე მხრივ თქვათ, როდესაც ამბობენ, რომ ჭირდება ხელისუფლებას კანონიერი ქურდები წინა საარჩევნოდ. დღესდღეობით მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ სულ რამდენიმე კანონიერი ქურდია საქართველოში და ყველა მათგანი არის მე-7 საპყრობილეში, იზოლატორში. არც ერთი კანონიერი ქურდი დღეს საქართველოში თავისუფლებაში არ არის. მეტნაკლებად მე ამ საქმეებთან მაქვს შეხება და ვიცი. ერთ-ერთი პიროვნებაც ყოფილა ასეთი, რომელიც რუსეთიდან დეპორტირებული იყო, ის ნამდვილად საქართველოს მოქალაქე იყო, მაგრამ 15 წელია საქართველოში არ იყო ნამყოფი და რუსეთიდან ჰქონდა ესე იგი მიდიოდა უკვე იქ 10 თვიანი პატიმრობა მოიხადა იმის დარღვევის გამო. ეს იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო და როდესაც გაათავისუფლეს მიდიოდა თურქეთში, არც აპირებდა საქართველოს შემოსვლას, მაგრამ იქ რუსმა პოლიციელებმა აეროპორტში შეუცვალეს მიმართულება ძალით ჩასვეს თვითმფრინავში, გამოუშვეს აქ საქართველოში და აქ აეროპორტში დააკავეს. მე იმის თქმა მინდა რომ აი ესეთი, მაგრამ ის ოფიციალური დეპორტაცია იყო. თუ თქვათ ჭირდება ხელისუფლებას კანონიერი ქურდები, თუ მათ აქვთ ესეთი სინდიკატი, რომელიც მართავს კრიმინალურ სამყაროს, ხო, ამის ქვეტექსტი ეს არის, ხო, ამისთვის ჭირდება რომ ეს მთელი კრიმინალური სამყარო მომართონ იმისთვის, როგორც ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ მთელი ამ სამყარომ თავისი გავლენები გამოიყენოს, რომ ხმა მისცეს იმას ქართულ ოცნებას. ასეთ შემთხვევაში ეს გავლენა ან უნდა იყოს, თქვათ, გარედან, საქართველოში უნდა იყოს თავისუფლად და იქიდან მოახდინოს გავლენა. ან უნდა იყოს უცხოეთში და იქიდან თავისი კავშირების საშუალებით. აქ მყოფი კანონიერი ქურდი, რომელიც ციხეში იჯდება და რომელიც აბსოლუტურ იზოლაციაშია დამერწმუნეთ ამ მეშვიდე. თუმცა არგუმენტი იყო ის, რომ აი გერლიანი მაგალითად არ დააკავეს და რომ არ ამწყდარიყო ამბავი სავარაუდოდ არც დააკავებდნენ, ხო? ხო, მაგრამ ის ხო სხვაგვარით შემოვიდა. და მე თავარს გეტყვით ახლა მე ესე მარტივი არ არის ახლა ის სტანდარტები აღარ არის რომ ვიღაც ამბობს ეს კანონიერი ქურდია და ის პიროვნება რომელიც მე მყავს ხედველობაში როცა გითხარით რუსეთიდან შემოვიდა თქო მას ვერ დაუმტკიცეს კანონიერი ქურდობა ესე არ არის რომ ვიღაცამ თქვა რომ ეს არის კანონიერი ქურდი სასამართლოში არ მოსულა ესეთი ვიღაცა დანაშაული არის ქმედება და არა ის რომ ვიღაც თქვა რომ თქვა ახლა მე ვარ კოსმონავტი. თუმცა ჩვენი კანონმდებლობით იმის განცხადება რომ მე ვარ არ არის საკმარის. არ არის. ამას თუ არსებობს მოწვევები კიდე რომელიც რა თქმა უნდა ამათ უნდა დაადასტურო რომ ეს კანონიერი ქურდია. საჭირო. ქმედება საკმარისია კანონიერი ქურდობა. ხო და ქმედება, არა ქმედება არის კანონიერი ქურდობა, როდესაც ის ქურდად აკურთხეს, მას დაესწრენ ვიღაცები და ის ამბობს რომ მე დავესწარი ამას ნამდვილად და ის უნდა აგროვებდეს ან ეგრეთ წოდებულ ოფშიაქს ქურდი ან უნდა რაღაცა ორგანიზებას ხო რაღაც დანაშაულის ორგანიზებას უნდა ახდენოს. კარგით, ბატონო, თუ ვერ დაუმტკიცებ, ესე მარტივი არ არის. თვითონაც მე როგორც წავიკითხე, ეს გერლიანი აცხადებს, არა ვარ კანონიერი ქურდიო, სასამართლოზე ესე განაცხადა. მოდი ახლა და დაუმტკიცო. ახლა ეს კაცი რომ გაამართლონ რაღაცა თვეების შემდეგ, რომ არ იყოს არც ერთი მტკიცებულა მის წინააღმდეგ. ახლა ატყდება ამა, ხედავთ კანონიერი ქურდი გაამართლეს და ესე როგორ ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს? არანაირი მტკიცებულების მოპოვება ძნელი არ იყო. 1-5 კაცს და კი არა 15 კაცს მოიყვანდნენ ისიც, რომელსაც ათქმევინებდნენ აი ეს ეგრეთ წოდებულ მოშავეებს, რომ მან დამავალა, მე ნამდვილად ვიცი, მე შევესწარი მის კურთხევას. 1000 რაღაცას ათქმევინებდნენ, წამებით, შიშით, მუქარით, ოჯახის წევრების აწიოკებით, ნარკოტიკის სადებს და ასე შემდეგ. ამიტომ მტკიცებულების მოპოვება ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო. დღეს რადგან ესე არ არის და სტანდარტი სხვა არის, ამიტომაც მარტივი აღარ არის დამტკიცება, არა მხოლოდ ამისი, ასეთი დანაშაულის, ნებისმიერი სხვა დანაშაულის. ბატონო ზია, თქვენ გითხარით, საიდან უნდა სცოდნოდათ ქართულ სამართალდამცავებს, თუ მათ არ შეატყობინეს უკრაინელმა კოლეგებმა, რომ ასეთი ადამიანის დეპორტაცია ხდებოდა საქართველოში, მით უმეტეს თუ მას ჰქონდა აბსოლუტურად
შეცვლილი სახელი და გვარი და რა აჩენს ეჭვებს რომ ვინმეს ეს ადამიანი პოლიტიკური მიზნებისთვის ჭირდებოდა. გამარჯობათ, მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება კითხვას თუ საიდან უნდა ცოდნოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამისად სახელმწიფოს ის რომ უკრაინიდან ხდებოდა ამ ადამიანის დეპორტაცია, მე მინდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის უწყება, რომლის ფუნქცია და რომლის ძირითადი საქმიანობა დაფუძნებულია საიდუმლო ოპერატიულ საქმიანობაზე და საიდუმლო ოპერატიული საქმიანობა სწორედ ნიშნავს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც ჩვენ რიგით მოქალაქეებს არ მიგვიწვდება ხელი და მიუწვდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ოპერატიულ თანამშრომლებს ხელი. ზუსტად იმიტომ არსებობს და იმიტომ ვიხდით ჩვენ უამრავ ფულს ჩვენი გადასახადებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობაში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კონფიდენციალური წყაროებით, საიდუმლო წყაროებით და საიდუმლო ქმედებებით მოიპოვოს ინფორმაცია ამა თუ იმ დანაშაულების შესახებ, ორგანიზებაში მყოფი დანაშაულების შესახებ, ჩადენილი დანაშაულის შესახებ, იმის შესახებ აპირებს თუ არა რომელიმე ქურდი ქვეყანაში შემოსვლას, ის რომ შინაგან საქმეთა მოიპოვოს ასე ოპერატიულად. ხო, დიახ, ეხლა ამის გამორცობაში ჩვენ ვერ შევხვდით, როცა არ გვეყოფა და არის ministris საიდუმლო ბრძანებები, რეგისტრირებული აბსოლუტურად სხვა სახელი და გვარით ადამიანი და უცებ მოფრინავს სხვა სახელის და გვარის ადამიანი, როდესაც კონკრეტულ ადამიანს თუნდაც ეს იქნება კანონიერი ქურდი თუ რიგითი ადამიანი, მას შეუძლია შეინიღბოს ისე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ გახდეს ხილული, ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ ქმედებაში მან ასე ვთქვათ, მოუგო ის პატარა ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს. სწორედ ეგ არის შინაგან ინფორმაციას აძლევს ის, ვინც შეინიღბა. ამაზეც გაგცემ ხალბატონოვი პასუხს. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე ადრე კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტულმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ მუშაობს სათანადოდ, ის რომ ტელევიზიებმა მოიპოვეს უფრო ადრე ინფორმაცია, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ დგას თავის საფეხურზე. თქვენ ახლა შეიძლება კონტრარგუმენტი მე მკითხოთ, რომ ეს იმიტომ, რომ აი ნაციონალურ მოძრაობამ იცოდა და კონკრეტულმა დეპუტატმა იცოდა, მაგრამ მე შეგახსენებთ და კონკრეტულმა არხებმა იცოდა. მე შეგახსენებ ჩარშან ამბროინდელ რუსთავიორმა მოდიდა კონკრეტულად მნიშვნელობა შინაგან საქმეთა სამინისტროზე ადრე იცოდა. მაშინ მე მაგალითს მოვიყვან შარშანდელის სტიკი ისა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე ადრე და სახელმწიფოზე ადრე თქვენ იმუშავეთ ჟურნალისტებმა, მათ შორის რუსთავიორის ჟურნალისტებმა იმუშავეს და სახელმწიფოზე ადრე იმუშავეს იმ ადამიანებმა. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, მედიას თავის საკეთებელი საქმე აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავის საკეთებელი საქმე აქვს, მაგრამ არამს და არამს არ არის ნორმალური ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე ადრე კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ, ან ფორს მაჟორის შესახებ, ან სტიქიის შესახებ იცის ტელევიზიებმა, ადამიანებმა, დეპუტატებმა, თქვენ, მე და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იმიტომ არსებობს და იმიტომ აქვს მას ნებადართული ფარული საქმიანობა, რომ მან ამ ფარული საქმიანობის გამოყენებით კეთილი უნდა ინებოს და უნდა მოიძიოს ისეთი ინფორმაციები, რომელიც და შემდეგ მოახდინოს ამ ინფორმაციაზე რეაგირება, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ბატონთებს მოусმინოთ და შემდეგ ვილაპარაკოთ იმაზე, რა დაუშვათ ვერ მიხვდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და რო ვერ ხდება საქმეც მაგაშია, რო ვერ ხდება იმას, რომ რაღაც მასშტაბური გეგმა არსებობს კრიმინალების გამოყენების. ბატონოთარ, რატომ ვერ იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რატომ ვერ გაიგო, რომ საქართველოში მოდიოდა კანონიერი ქურდი? მადლობთ, მოგესალმებით. მე პირველ რიგში მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომ მე ზოგადად განსხვავებით ოდესის ადმინისტრაციული ოლქის პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან ყოფნის პოლიტიკური კულტურა, რომ არ ვისაუბრო მათ შინაგან პოლიტიკურ მდგომარეობაზე და ვაკეთო შეფასებები შედარებით ფრთხილად, ვინაიდან ვეხები ჩვენი მეგობარი ქვეყნის და პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, გააჟღერდა რამოდენიმე ვერსია, რომ აღნიშნული პიროვნება ამ შემთხვევაში და მსგავსი სტატუსის მატარებელი ადამიანები ჭირდება ხელისუფლებას სწორედ საარჩევნო მდგომარეობით. მე ნამდვილად ვერავინ დაამარწმუნებს იმაში, რომ კანონიერი ქურდი საარჩევნო ადმინისტრაციული კუთხით არის ძალიან განსწავლილი და ამიმართულებით ჭირდება ეს ხელისუფლებას. მე ვერ ვხედავ ვერანაირი გამოყენების პერსპექტივას. აღნიშნული ფაქტი, რაც იყო დღევანდელი მოცემულობა, ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით დაგეგმილი და მართვადი პროვოკაცია, რომ ყოფილიყო მსგავსი ტიპის შარჟი და აგორება ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს გაკეთდა ამაზე გავაგზავნებთ შეიძლება, მადლობთ. გაკეთდა ამაზე ძალიან ბევრი განცხადება.
მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებისგან და რეალურად იკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები. პირველი, ფაქტს ახმაურებს ტელეკომპანია რუსთავი 2 გადაღებული კამერით, აბსოლუტურად იურიდიულად შეუსაბამო მდგომარეობაში ჩამოსულ ადამიანზე და კომენტირებას ამ თემაზე ახდენს ვინ? ბატონი გივით არგამაძე. ესე შეუსაბამო მდგომარეობაში ჩამოსული ადამიანს ახსნა, ანუ მას ჰქონდა საბუთები შეცვლილი, მე არ ვარ იურისტი, ამაში დეტალებში მე ვერ შევალ. მეორე, ახ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად ნიუანსი, რომ ადამიანები, როდესაც მიიღო 2006 წელს თუ არ ვცდები კანონი ქურდული სამყაროს შესახებ საქართველოს სახელმწიფო. ადამიანები, რომლებიც დაიჭირეს 2006, 7, 8, 5, 6, 7, 8 წლებში. როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები, რომლებსაც მიესაჯათ რამოდენიმე 5 თუ 7 წელი თუ არ ვცდები, აღმოჩნდნენ საზღვარგარეთ, რანაირად? ეს ადამიანები, როდესაც გაასამართლეს ამ მუხლით, როგორ ქართულმა ოცნებამ ათასობით ამინისტრირებული ადამიანი გამოუშვა 2012 წელს, მათ შორის პოლიტიკურები გამოუშვა, რომლებიც იქონიეთ დებატის და პოლიტიკური კულტურა საზოგადოება როგორ აღმოჩნდაო, როგორ აღმოჩნდა და გიფასუხებთ როგორც აღმოჩნდა 2012-ში, აი ესე აღმოჩნდა 2012-ში როახინეთ ამინისტრია, საიდანაც 1000 ადამიანი, ათასობით ადამიანი გამოიყვალ. აი ესე აღმოჩნდა, გიყურებს საზოგადოება და სიცხვილია, ხო დამისვით პასუხ აი ასე აღმოჩნდა საზღვარგარეთ დეტალი ის აი ასე როგორ აღმოჩნდა რემენა საზღვარგარეთ ადამიანებმა დატოვეს საქართველოს საზღვარი 2008-9 წლებში რეალურად ეს ადამიანები საქმიანობას ეწეოდნენ საზღვარგარეთ დაიჭირეს და გაუშვეს აი ეს არის სიმართლე და ქურდული სამყაროს წევრობაზე დაკავებული ადამიანები გაიყვანეს თვითონ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში საქართველოსთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რაც შეეხება 2012 წლიდან მოსულ ქართული ოცნების გუნდს ხელისუფლებაში პრინციპული პოზიციაა ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის და მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საქართველოში კანონიერი ქურდები და მათი ასე ვთქვა თავისი სქემური გავლენა დასრულებულია და საქართველოში ვერასოდეს ვერ დაბრუნდება აღნიშნული ტიპის გავლენა მაგრამ პროვოცირება იმის შესახებ რომ საქართველოში ბრუნდება კრიმინალი საქართველოში არის პოლიტიკური დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ ეს არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი ნიშა და აქ არის პრობლემა სწორედ ის რომ სამწუხაროდ ვინაიდან მათ ჰქონდა 9 წელი ხელისუფლებაში და შესაბამისად ჰქონდათ კონტაქტები მათ შორის ევროპაში, მათ შორის უკრაინაში თავისთავად ხელისუფლებაში არიან გარკვეული ოლქის და ასე შემდეგ. იყენებენ ამას საქართველოს სახელმწიფოებრივი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აი ეს არის პრობლემა ზუსტად და მეტი არაფერი. დღეს საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არის ძალიან დაბალ ნიშნულზე მოდი ესე ვიტყვი. დღეს საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე მოდი ესე ვიტყვი და ქართული ოცნების გუნდი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღნიშნული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ხდება სამაგალითო და ამას აღიარებს ყველა ევროპელი პოლიტიკოსი. ბატონი ბიზინა დახვირდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სახელმწიფო ქონია ჩვენ დღეს. თქვენი თავარი კომპლექსი ეგ არის, ერთი ადამიანი მხოლოდ. რომ არ დააკავეს ბატონი დავით გერლიანი სასამართლოში. ნიშნავს თუ არა თქვენთვის აეროპორტში. სასამართლოში კი არა, აეროპორტში სიზიბოდიში. ნიშნავს თუ არა თქვენთვის იმას, რომ ამას აქვს რაღაც მასობრივი სახე და რაღაცა შეთქმულება იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ აქ კანონიერი ქურდები. ამას ნიშნავს ეს რეალურად? ის რომ აქ მხოლოდ გერლიანზე არ არის, ჩვენ გერლიანამდე გქონდა ასევე სხვა მსგავსი შემთხვევები, ჩვენ გერლიანამდე გვყავდა ყალიჩავა, რომელიც ზუგდიდში ჩავიდა და იქ აწყობდა ეს ეგრეთ წოდებულ რაზბორკებს და უთითებდა იქ სხვათა შორის თქვენ რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ადრე აპრინიკებდა ადამიანებს ხო? ხა თქვენ რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში აპრინიკებდა როგორ შეიძლება გამოიყენოთ კანონიერი ქურდი და კრიმინალური სამყაროს თანამედროვე ძალიან მარტივად გეტყვით ის რომ კანონიერი ქურდი ან კანონიერი ქურდთან გათანაბრებული სხვა პირები თუ როგორც აქვთ ხა მათ თავიანთ კოდექსებში ნაკლებად ვერ ყვევი მათ წესებში მაგრამ ის რომ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები იბარებს სოფლის ან რაიონის კონკრეტულ ახალგაზრდა ადამიანებს და ეუბნებიან რომ ხო იცით რაც უნდა გააკეთოთ როგორც უნდა გააკეთოთ ისინი რო არ მოვიდნენ ეს კონკრეტული ფაქტია გეუბნებთ ყალიჩავა ზუგდიდში ყალიჩავა ხა მე მაირის დოთა თქვენ მეუბნებით აბსოლუტურად მეუბნებით რომ ეხა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგივრად მე დავიწყო გამოძიება ყალიჩავა ვინ დაიბარა კონკრეტული პოსტი დავწერე დაახლოებით 2 თვის ყალიჩავა ზუგდიდში კონკრეტულ მისამართზე სახში იჯდა და იბარებდა კონკრეტულ ადამიანებს მათ შორის იმ ქალაქის მაცხოვრებლებს იმ ქალაქის გეუბნები დაკითხეთ ყალიჩავა და კითხეთ ვინ დაიბარა ყალიჩავა ზუგდიდში ბატონო ზუგდიდში კი ბატონო ეხლა ამ წუთას ამ წუთ არ მახსოვს ყალიჩავას ვინ დაიბარა ერთი ადამიანი მეხარ კანონიერი ქურდია კრიმინალური ავტორიტეტი მოდი ასე იცით რა არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმ დროისათვის დაახლოებით 2 თვის წინანდელ ამბავს გეუბნებით თუ 3 ყალიჩავა უკვე აღარ არისო კანონიერი ქურდი ის იყო და რამოდენი რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო კანონიერი ქურდი ნუ შემდეგ მას შეუჩერდა ეს კანონიერი ქურდის სტატუსი მაგრამ მე გეუბნებით ვციტირებ იმ ოფიციალურ განცხადებას რაც გააკეთა სახელმწიფომ ერთი ადამიანი გვიჩვენე სახელი და გვარი ვინ დაიბარა თქვენ შეიძლება მომეცით რატო ჩაერიეთ ჩემს საუბარში ხა იგივეს გიმეორებ ნუ არ მომცემთ მოსახლეობა შეკავთ შეცდომაში თუ არავითარ შემთხვევაში თუ ისეთი დებატი გინდათ რომ არ ჩავერიოთ ერთმანეთს საუბარში მაშინ შევთანხმდეთ და შევჯერდეთ ნებისმიერი ფორმატის ნებისმიერ მდგომარეობაში დებატზე მაშინ ახლა თქვენთვის არ ჩავერიოთ ჩემთვის ჩაერიოთ ეგ არ უსამართლოა სახელმწიფოს წარმოადგენს ასევე იყო ბატონი ყალიჩავამდე ასე ჩვენ ყავდა რემენა რომელიც კალაძემ თავისი ესკორტით გადააცილა საქართველოს აეროპორტიდან იქა თურქეთის საზღვარზე და გადაატარა იქ და ევროპაში გაუშვა ხა ამაზე რას მეტყვით ბატონო ხა რემენა არ ჩამოსულა საქართველოში და არ გამქრალა საქართველოსდანო მაგას ვერ ვეტყვი ადამიანები კანონიერი ქურდები ჯდებიან თვითმფრინავებში და მე ჩვენი ხელისუფლება გეუბნება რომ აი თვითმფრინავებიდან არ ჩამოდიან ეს ადამიანები რა ადვოკატი ამბობს დაკავებულის რომ ეს არის პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარი ამ ადამიანს აქვს უკრაინის მოქალაქეობა და როგორც თვითონ აცხადებს უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა როდესაც პოლიცია შევარდა და ყველანი დააკავა ამ დაკავების ოპერაციას ქართველი ჩინოვნიკი ხელმძღვანელობდა მოგვიანებით გერლიანის გარდა ყველანი გაათავისუფლეს ის დააკავეს და უთხრეს რომ ყალბი პასპორტი ჰქონდა ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში როდესაც თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა იქ რუსთავი ორის გადამღები ჯგუფი დახვდა ეს არის თამარ აბესაძის განცხადება, ადვოკატის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ ყოფი დეპორტირებულიც კი არ არის, რადგან პროცედურები არ ჩატარებულა. რასთან გვაქვს რეალურად საქმე? მართლა ცოტა უცნაურია ეს ისტორია, არ გიჩვენებათ? მოდით ეგრე ავხსნათ. როდესაც გერლიანი ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოს მიმართულებით, დაიწერა საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ და ის წარმოადგენს ასე ვთქვათ საქართველოს პარლამენტს და არ არის რიგითი მოქალაქე თუნდაც რიგითი მოქალაქეს დაეწერა ეგ პოსტი შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო გადაემოწმებინა ამ ინფორმაციის სიზუსტე ეს მარტო პოსტი Facebook პოსტი კი არ არის ეს არის ინფორმაცია რომელზედაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები უნდა მსგავს ინფორმაციებს ეძებდნენ მერე ფილტრავდნენ მერე შიფრავდნენ და ასე შემდეგ რეაგირებდნენ ამაზე ამას ჭირდება გადამოწმება შემდეგ შეიძლება დადასტურდეს შეიძლება არც დადასტურდეს მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულება ეს ინფორმაცია გადაამოწმოს როგორც კი საქართველოს პარლამენტის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ კანონიერი ქურდი მოემართება თვითმფრინავით საქართველოს მიმართულებით და ის თბილისის აეროპორტში უთითებს კონკრეტულად იქნებოდა ხო თქვენ არ გაქვთ ვალდებულება თქვენ შეიძლება არ გაქვთ ვალდებულება იმის რომ ხა ადევნოთ კონკრეტული ადამიანს ხო არა მე არ ვიცი ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც ის ინფორმაცია იცით რა არის ის ინფორმაცია რაც გივით არგამაძემ თავის Facebook გვერდზე დადო მანამ სანამ გერლიანი ჩამოვიდოდა თბილისში ნახა 10000-ობით ადამიანმა და 1000-ობით ადამიანმა და ხა შინაგან 2 საათი სულაც არ არის ცოტა დრო ოპერატიულობისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჭირდება კონკრეტული ჯგუფის გადასროლა აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს აეროპორტში ყავს თავისი ოპერატიული სამსახური აქ და იქ ყავს თავისი შინაგან საქმეთა ორგანოები შესაბამისად ძალიან მარტივი იყო ძალიან მარტივი იყო გერლიანის უბრალოდ გერლიანი გაეჩერებინათ და სხვაგვარი შემოვიდა ის საქართველოში. გასაგებია, მაგრამ ოპერატიული ინფორმაცია არის საფუძველი იმისა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხშირ შემთხვევაში კი არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. ხო მეთანხმებით ბატონო გელამა. არსებობს ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატაროს ღონისძიება. დადასტურდება, მიიღოს ზომები, არ დადასტურდება. ხა ბატონო აქ Facebook-ზე არ არის. ეს არის ინფორმაცია. ინფორმაცია არის ეს. Facebook-ზე არ არის აქ ლაპარაკი. ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რო არ გაევრცელებინა. ეს ინფორმაცია მას რო ცოდნოდა და არ გაევრცელებინა, ეს უკვე სხვა რამე იქნებოდა და აქ უკვე დანაშაულის დამალვასთან შეიძლება ქონოდა. ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, მეგებისთანავე. ჩვენ არ ვიცით, საიდან მიიღო, რა წყაროდან მიიღო, როგორ მიიღო ხა. მეც ამას ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ მე აუცილებლად ჩემი წყარო, როგორც ჟურნალისტი ხარის
კონკრეტული რეაგირება, კონკრეტული ინფორმაცია. პრინციპული განსხვავება, ფუნდამენტური განსხვავება მიდგომებს შორის. ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ კასტას, მოდი ესე ვიტყვი, რომელიც ჯერ იჭერს და შემდეგ არკვევს. ინფორმაციის დადასტურების შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის აყვანა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. როდესაც ადამიანი არ ვარ იურისტი კიდევ ვერ შევამ დეტალებში, მაგრამ სანამ არ დადასტურდებოდა მისი კავშირი აღნიშნულ სამყაროსთან და რეალურად მისი წევრობა იქამდე როგორც ადამიანის უფლებების საერთოდ არც მიუქცევიათ ამ ადამიანის ყურადღება ისე გამოატარეს, ანუ ოპერატიული რეაგირება არ იყო და აქ არ იყო ის რომ უბრალოდ დამიჯერეთ Facebook-ზე დღის განმავლობაში და ღამის განმავლობაში იწერება უამრავი პოსტი, ბევრად უფრო მწვავე პოსტი, ვიდრე დაუშვათ რომელიღაცა პიროვნების ან დეპუტატის მნიშვნელობა არა, განცხადება რომ შემოდის თუნდაც კრიმინალური ავტორიტეტი ან ქურდი, შესაბამისად ნებისმიერი მიმართულების Facebook-ზე გავრცელებულ პოსტზე თან გივით არგამაძეს ფიგურა, მისი ჰაბიტუსი, მისი სინტაქსი აღებული ყველაფერს თავი რო დავალებოთ, არ წარმოადგენს იმ ადამიანს, რომ მის დაწერილი პოსტზე სახელმწიფო გამოძიება დაიწყოს. უკაცრავად ახლა ვიზუალური მდგომარეობა ადამიანის არ განსაზღვრავს რა სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე. ხო წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე. როგორც გივით არგამაძის სიტყვაზე დაწყებული გამოძიება გივით არგამაძის სიტყვაზე ვერ გავიგე გივით არგამაძე საქართველოს პარლამენტის წევრია როგორ ეკადრება საზღვარი რომელიც შემჩნეულია კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობაში და უკრაინაში მათ შორის არჩევნების გაყოლების მცდელობაში ბოდიში მოიხადეთ თუ შეიძლება გივით არგამაძე იყო სწორედ რუსეთში და უკრაინაში ჰქონდა პოსტები და ურთიერთობა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ის განცხადებაზე დაწყებული გამოძიება ეს არ იქნებოდა ნამდვილად ალაძე რომელსაც რემენა გადაყავს გადმოყავს არა მარტო ფოტოები სოფლიო დონის ფეხბურთელი იყო და მასთან ფოტოს გადაღება უნდა კურსაც პოლიციელსაც ვასულ კურსაც პოლიციელსაც შემოგვიყვარსაც და რა გოგონასაც როდესაც ვასულ კურსთან ერთად ზიხარ ფოტოს არ არის ეს არ არის არა მე შემინია განაყო უეინისთან გადაღებული ფოტოები მათ შორის ერთ-ერთი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის გაინტერესებდა არ არის პრობლემა არანაირი ვასულ კურთან ერთად მე შემიძლია განაყო უეინ რუნის გადაღებული ფოტო ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტთან რუნის სახელმწიფოში არ დგას ის პრობლემები რაც უეინ რუნი არის ფეხბურთელი და კახა კალაძე მინისტრი ფოტოა გადაღებული სტატიაზე იყო მაშინ მაშინ იყო სოფლიო დონის ფეხბურთელი ამას ხაზი გაუშვით შეიძლება არ არის მართლაც, როდესაც ერთ ადამიანს, ერთ პოლიტიკოს აქვს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე შევეცდები ეს პოლიტიკური კალაპოტიდან მესმის ისევ გადმოვიტანო სამართლებრივი კუთხით განვიხილო. მე წეგანო რომ ვახსენე, რომ აი ზუსტად მეთქი რუსეთიდან გადმოიყვანეს ეს ერთ-ერთი კანონიერი ქურდობის ბრალდებით პიროვნებას მაშინაც გივით არგამაძემ დაწერა Facebook-ში, აი ახლა მოყავთო ეს კაცი ეს საიდან რო გადმოიყვანეს? რუსეთიდან. ხო, კი ბატონო. აი ახლა მოყავთო და აი ნახოთ დაიჭერენ თუ არა, მივიდნენ, დაიჭირეს. იქ საზღვარიც კი არ ქონდა გადმოკვეთილი, აეროპორტის დარღვევა იყო. შემოიყვანეს, დაიჭირეს 9 თვის განმავლობაში ამყოფეს. მე ვიცავდი იმ პიროვნებას. 9 თვის მე-9 თვის ბოლოს დადგა გამამართლებელი განაჩენი. ეხლა გივით არგამაძე აუნაზღაურებს იმას 9 თვის პატიმრობის ვადაში რაც ალბათ არგუმენტი ეს იქნება ან გივით არგამაძეს ნაციონალური მოძრაობის ჰიპოთეტური არგუმენტი მოდით მე ვიცი რომ სპეციალურად გაამართლეს. არა, კი ბატონო, რომ აი სპეციალურად დაარღვიეს რაღაცა, ანუ ვერ შეკრიბეს სათანადო მტკიცებულებები. ახლა მე გეტყვით ახლა მტკიცებულებები. აი რასაც ბატონი ზვიადი ამბობდა, რომ საიდუმლო ინფორმაციები, მტკიცებულებები რო არ იყო მართლა იმიტომაც გამართლა, რა თქმა უნდა. მე არ ვიცი, შეიძლება ეს კაცი მართლა არის კანონიერი ქურდი და ვერ დაუმტკიცებს. შეიძლება, თუმცა ამათი არგუმენტი რა იყო? პრაიმ კრაიმი. არის ასეთი საიტი, ვებგვერდი, მე არც ვიცოდი მანამდე, სანამ არ დამჭირდა და იქ არის ყველაფერი ამ კანონიერ ქურდებზე. იქიდან გვაქვს ინფორმაცია და როდესაც მოდიოდნენ გამომძიებლები და ეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და სასამართლოში იკითხებოდნენ, როდესაც ვეკითხებოდით, რომ საიდან იცით, ეს არის ქურდი ამბობდნენ კანონიერი, საიდან იცით, ეს საიდუმლო ინფორმაცია და ვერ გეტყვიდა. ანუ ბატონგელა ცოტა უცნაური არ არის, რომ რაღაც ლეგენდების დონეზე რჩებოდეს ეს ყველაფერი და ზღაპრების დონეზე და ბოლო-ბოლო არ უნდა იყოს გარკვეული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხო და მაგას გეუბნებით რომ დაიჭიროს და
თქვათ გივით არგამაძის დონეზე კი არ უნდა დაიჭიროს ადამიანი, მტკიცებულებებით უნდა დაიჭიროს. ამჯერადაც დაიჭირა, მაგრამ როგორ იქნება ამ საქმის პერსპექტივა? ხო და აი ზუსტად ეგ მაგისი თქმა მინდა, არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, მით უმეტეს ეს კაცი იძახის არა ვარ მე კანონიერი ქურთები. მაშინ უნდა მოუყანო მტკიცე. ეხლა რომ მოვლენ სასამართლოში და იტყვიან რომ იცით რა, საიდუმლო ინფორმაცია გვაქვს, ვერ გეტყვი, საიდან კანონის მიხედვით თუ ინფორმაციის წყაროს ვერ ასახელებს, მოწმე იმას არაფერი ფასი არ აქვს, ნოლი ფასი აქვს. ხო, მაგრამ სასამართლოზე ხო საიდუმლო ინფორმაციები იხსნება იქ. მაგას ვეუბნებოდით რომ გახსენით კი ბატონო, მოგა არა თუ არ შეიძლება რომ იყოს საჯარო თვითონ სასამართლო იხურება. ხო და ამბობდნენ ამას აპელირებას ახდენენ prime crime-ზე. მივწერე მე prime crimes ოფიციალურად, რომ აბა ერთი თქვენ რომ ამბობთ რომ ეს კაცი კანონიერი ქურთია, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია და მომწერეს საოცარი პასუხი. აი ამ ამ ლინკზე ნახეთ, როდესაც ის ერთ-ერთი იმის დროს დააკავეს რუსეთში, ის ამბობს რომ მე ვარ კანონიერი ქურდი. კი ბატონო ამბობს, მაგრამ თქმა არ არის მტკიცებულება. კიდე ამას ვამბობ. არ არის ესეთი მარტივი. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ამ გერლიანსაც აი გერლიანთან მიმართებაშიც, ნუ ესე ვთქვათ, ძალიან გაუჭირდება დამტკიცება იმისა და შეიძლება 9 თვე ამყოფ სააპელაციოში გასაჩივრდა ის, სააპელაციომ დაამტკიცა იგივე, ეხლა არის გასაჩივრებული პროკურატურის მიერ უზენაეს სასამართლოში, მაგრამ არანაირი საფუძველი უზენაეს სასამართლოს არ აქვს, რომ შეცვალოს. და ერთი კიდევ ვიტყვი, რომ გამოვიდა თუ არა ეს კაცი ციხიდან, იმიდან სასამართლოდან გაამართლებელი განაჩენით, იქ დახვდნენ პოლიციელები, ერთი დღე არ გააჩერეს, ესეც მისი უფლებების დარღვევა, ერთი დღე არ გააჩერეს საქართველოში. აიყვანეს საზღვარზე და გაუშვეს. რა თქმა უნდა, ნუ ის დღეს საქართველოში არ არის და მაგრამ აი ესეთი მიდგომაც რომ ადამიანი გაამართლებს. ცოტა არასერიოზული ხომ არ არის მართლაც, რომ აი გივით არგამაძის სტატუსების დონეზე, თუმცა მეტი გზა არ არის როგორც ჩანს და მეტი ინფორმაციის წყარო არ აქვს და გივით არგამაძის სტატუსების დონეზე უნდა მუშაობდეს ჩვენი საქართველოს სამინისტრო. მადლობთ, სპეციალურად ეგ აღნიშნე წეგან დებატის პერიოდში. თუმცა ფაქტია რომ მუშაობს და მხოლოდ მას შემდეგ რაც გივით არგამაძემ დაწერა და რუსთავიორმა გადაიღო შემდეგ დაიჭირეს. ესე კი იყო ხო დასაჭერი და მანამდე ვერ დაიჭირეს. მე წეგან ეს აღნიშნე რომ ზოგადად გივით არგამაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი პოლიტიკური სტატუსისა, რომ ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ჰაბიტუსი არ მოვწონს რატომღაც ვიცი. ჩემთვის აქ საუბარი იყო პოლიტიკურ ჰაბიტუსზე, ზუსტად მეტი პოლიტიკური ინტელექტი მე გამიხარდება თუ თქვენგან ამას აღქმაში გავიგებ, ძალიან საინტერესო იქნება ეს. მადლობთ არსებობს თქვენ რას. ზუსტად კიდევ ერთხელ ფიზიკურ მდგომარეობას გაუსვით პოლიტიკური კულტურა საზოგადოებას. ეკამათეთ ერთმანეთს, ეკამათეთ ერთმანეთს. რეაგირებთ ასე რაც შეეხება აღნიშნულ კითხვაზე პასუხს. სახელმწიფო რეაგირებას აუცილებლად მოახდენს ყველა ფაქტზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მიღებულ ყველა კანონს, რომელიც შებღალავს და შეურაცხყოფს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მაგრამ ისევ და ისევ ვიძახი, მაგრამ გივით არგამაძის მოწოდებული ინფორმაცია მეტწილად ჩემი სუბიექტურიაზეა ამ შემთხვევაში, რომ აქ უფრო მეტია პროვოკაციის ნიშანი, ვიდრე ეს არის სამართლებრივად გამართლებული ფორმა. რადგან გივით არგამაძე არის პოლიტიკური მხარე, აქაც ძალიან საეჭვოა, საიდან აქვს მას ინფორმაცია და ეს შემთხვევა რომელიც იყო გუშინ დღეს აღარ მნიშვნელობა რა აქვს საიდან აქვს. ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით დაუშვათ მისმა მეგობრებმა უთხრეს სწორედ ამაზე მაქვს საუბარი, რომ ადამიანი რომლის დეპორტირებაც ხდება უკრაინიდან და რომელიც საქართველოს შემოდის სხვა სახელით და გვარი შესაბამისად პირდაპირი მნიშვნელობით ამის დადგენა მე როგორც არაიურის მესმის რომ ეს ძალიან რთულია ამ შემთხვევაში ხდება რა ეს არის პროვოკაცია რომ გებულობს ერთადერთი ტელევიზია პრინციპში რომელიც დღეს რეალურად არის კონკრეტული პარტიის პრესსამსახური და არა დამოუკიდებელი ტელევიზია ამას აღიარებენ რომ არის ეს ტენდენციურები შესაბამისად ხდება და იგეგმება პროვოკაცია თუ ფონის შექმნა წინასაარჩევნო რომ ქართული ოცნების გუნდი იყენებს კრიმინალურ ავტორიტეტებს აღნიშნულ საარჩევნო ველზე ეს არის მყარი სიცრუე ეს არის მყარი ტყუილი მე ვერ ხედავ პირველ რიგში ნინო მე ვერ ხედავ კანონიერი ქურდის საჭიროებას და გამოყენებას ქალბატონო ნინო მე ვერ ხედავ კანონიერი ქურდის გამოყენებას და საჭიროებას მით უმეტეს საარჩევნო რესურსში ვინაიდან ისინი არ არიან საარჩევნო სახის ექსპერტები ეს ერთი მე მეორე რა თქმა უნდა ქუჩის პოლიტიკით ქართული ოცნება რა თქმა უნდა არ მუშაობს ეს არ არის ნაციონალური მოძრაობა ეს არის პოლიტიკა იყო ეს იყო ნიკანორ მელიას გამიზნული პროვოკაცია დავასრულებ შეიძლება ცხვირი ურტყა ტუფლებში ზივიად თუ შეიძლება თუ როგორაა კარგი ეს ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების და ვიზა ლიბერალიზაციის მიღება რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა იყოს მაღალი და არა ისეთი მაპროვოცირებელი ცოცხალი მოწვევა და ცოცხალი მოწვევა ნიკანორ მელიას პროვოკაციის ასე გააკეთა განათლების სამინისტროში ეს არის დიდი პროვოკაცია ადამიანის ეს იყო სამინისტროში არა გავეცეთ სამინისტროში პროვოკაცია რომ მას უნდოდა ღიბზე რომ გიჩქვითათ იმასა ხენ ხართ სასაცილო არა ღიბზე რომ
როგორ თქვენ სახელმწიფო მოხელე იცახით რომ ნიკანორ მელიამ შეურაცხყოფა მომაყენაო გეკითხებიან რაში გამოიხატა პროვოკაცია მიჩქმიტაო ეს იყო პროვოკაცია რომ სამინისტროში მას უნდოდა რომელიმე თანამშრომელს ჩაედინა არასახელმწიფოებრივი ქმედება რომელიც არ შეესაბამებოდა რა თქმა უნდა სახელმწიფო სტანდარტს მასაც რა თქმა უნდა არ გამოვიდა და ვერ მიიღო ნიკანორ მელიას არის სტანდარტი თუ როგორი არ უნდა იყოს 21 საუკუნის პოლიტიკის სტანდარტი მითხარით. სამწუხაროდ ხელი სტანდარტი მითხარით. დღეს ხარ კლასიკური სტანდარტი როგორი არ უნდა იყოს 21 საუკუნის პოლიტიკაზე. ხელი ხელისუფლება ნამდვილად ხარ იმის სტანდარტი როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება ხა უკაცრავად და პოლიტიკური კულტურა ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც და კორცხელის სტანდარტი მითხარით. ქართული ისტების გუნდის ხალბატონო მინო ვასრულებ თუ შეიძლება. თავარი ამოცანა ეს არის რომ ვიზა ლიბერალიზაციის ფაზის მიყვანა სისულეში რომ ქართული პოლიტიკური ესტაბლიშმენტი და საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა იყოს ძალიან სტაბილური და მაღალ დონეზე. ამ პროცესს როგორც ევროპაში ისე საქართველოში სამწუხაროდ ნომერ პირველი ხელშემშლელი ყავს ნაციონალური მოძრაობის სახით. აი ეს არის თავი პრობლემა. ბატონზეად ვერსია, რომელსაც ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც იმას, რომ ქართული ოცნება იყენებს კრიმინალებს წინასაარჩევნოდ. მაგალითად დავით გერლიანი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დღეს აცხადებს, რომ მან მოისმინა გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ საქართველოში არჩევნებამდე საბოტაჟების მოწყობას გეგმავენ. კონკრეტულად რაში მდგომარეობს, მან მოისმინა ის ამბობს, რომ გერლიანმა კი ბატონო, ის ამბობს, რომ რატომ მოკლედ ერთი წამით, სანამ თვითმფრინავს ჩამსვავდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე 223 მუხლის ქურდული სამყაროს წევრობა მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი. მინდა ვთქვა, რომ ასეთ ადამიანებს საქართველოს მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ამბობს გერლიანი. გია ლორთქიფანიძე არის ოდესის პოლიციის უფროსი. ახლა გერლიანის ციტატები მოყვა, ახლა ბიძინას ციტატები არ გვეყოფა, კიდე გერლიანის ციტატებით ვიხელძღვარებოთ. გალბატონო, გერლიანი არის კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი, დღეის მდგომარეობით არის დაკავებული ადამიანი და არა იმიტომ რომ ხელისუფლებას უნდოდა ასა, იმიტომ რომ საზოგადოებას ჰქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი პროტესტი, წყობრი მიზანმიმართული პროტესტი, კანონიერი ქურდი, კანონიერი ქურდი არ რესტორნიდან ახლა რა შეეხება პროცედურები არ ჩაატარეს. ეს ხო კანონიერ ქურდს კი არა და კრიმინალსაც ხო აქვს უფლება რომ მისი უფლებები დაცული იყოს, არა? ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული, მათ შორის კანონიერი ქურდის უფლებებიც თუ ადამიანი არის დაკავებული, მისი უფლებები უნდა ცხადე იყოს, როგორც პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული და ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ხატვარია და ევროპის კი ბატონო შეიძლება ექიმიც იყოს, ეს არ არის პროფესია, ბატონო გელასთან და თქვენ არ ღვევთ დანაშაულობის პრეზუმპციას, ვინაიდან დადასტურების გარეშე აცხადეთ რომ ბრალდებულს ეძახით დამნაშავეს. ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავე თქვენი მხრიდან. უკაცრავად გერლიანი 20 წელი არის სხვადასხვა დროს ციხეში ნაჟდები და სხვა არაერთი დამტკიცებული დანაშაული. კი ბატონო ბრალდებულ ქურდობისთვის ის და ციხეში ბრალდებულ სხვადასხვა სტატუსი. ეს არის დანაშაული. ეს არის დანაშაული. კანონიერი ქურდობისთვის შეიძლება არ არის, მაგრამ თქვენ რატო აღიარებთ? ეს არის დანაშაული ზუსტად. მომისმინეთ ეს არის დანაშაული ზუსტად. უკაცრავად აი სა რეკლამის დროა გადაცემაში და ბატონო ადამიანს აბრალებ მომისმინეთ ეს დანაშაული. არაფერს არ ვაბრალებ. გერლიანი 20 წელი იჯდა სხვადასხვა დროს დიახ. 20 წელი რომელსაც სხვადასხვა დანაშაულები დამტკიცებული დანაშაული. შესაბამისად არაფერს არ ვაბრალებ. რომც დანაშაულობით პროცესის დარღვევა. ამაზე გიშილებთ გელას იგითი მოქალაქე მე არ წარმოვადგენ ხელისუფლებას. ამის დარღვევა თქვენი მხრიდან არის პრობლემა და იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც დანაშაულობის პრეზუმპციის მუხლის წინაშე ვარდებულია ყველა მუხა განუჩევლა საზოგადოებრივი მე ვარ მოქალაქე და ჩემს გავლენა ვერ ექნება ვერც სასამართლოზე ვერც პროკურატურაზე დიახ ვერც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოზე რიგითი მოქალაქე აი თქვენგან არის ეს სამოქალაქო წესით შეუძლია თქვენგან არის ეს არის რეკლამა ჩვენს ეთერში რეკლამის შემდეგ ჩაგვერთვება ბატონი მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს წევრი დავბრუნდებით ძალიან მალე ბარიერი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს წევრი ჩაგვერთვება ბატონო მამუკა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ურებას მადლობა მოწვევისათვის თუ შეიძლება ხმა ბატონი მამუკას ხმა არ გვესმის სტუდიაში და მოგყავთ რომ გავიგონოთ ბატონი მამუკას ხმა ბატონო მამუკა ალბათ ადევნებდით თვალყურს ჩვენს დისკუსიას და
მოკლედ ხელისუფლება ბრალდებულია მინიმუმ იმაში, რომ მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ აკონტროლებს ქვეყნის საზღვრებს, ვერ იცავს ქვეყანას კანონიერი ქურდების შემოდინებისგან და მეორე ბრალდებაა, რომ აპირებს მათ წინასაარჩევნოდ გამოყენებას. რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს? გავატონინო, შემაშფოთებელია ის რიტორიკა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მიმართავენ. მე მოვისმინე თქვენ სტუდიაში საუბრები, ის ბატონი ზვიადი თუ არ ვწდები, ალბათ ნაციონალური მოძრაობის მინიმუმ მხარდამჭერია თუ წევრი არა და ის საუბრობდა რაღაც 8 სულ ქურდზე და ასეთ ტერმინებით და ასე შემდეგ. საუბარი იყო ასევე რომ მას გააჩნია გარკვეული ინფორმაციები და ამის შესახებ უნდა განაცხადოს, უნდა არა. ხა მე მასთან პოლემიკაში არ მინდა შევსწროთ, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის გუნდი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთი კანონიერი ქურდი თუ კრიმინალური ავტორიტეტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდა საქართველოში, შემოდიოდნენ და ხდებოდა მათი გადინება. რაც შეეხება ქართული ოცნების ხელისუფლებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში ბატონმა გელამ ეს თქვენ პირდაპირ ეთერში კარგად ახსნა და მე აღარ გავიმეორებ, შეურიგებელი ბრძოლაა, იმდენად შეურიგებელი, რომ 1 და 2 პირდაპირ თუ ირიბი მტკიცებულების საფუძველზე და მე როგორც ადვოკატი ამას სასტიკად ვეწინააღმდეგებოდი, ყველა შემთხვევაში აკავებენ ამ ადამიანებს და დიდი ბრძოლის შედეგად ადვოკატებს უწევთ მათი გამართლება სასამართლოში დიდი ჯაფა იმისათვის ადგებათ იმისათვის რომ ეს ადამიანები გაამართლონ მიუხედავად მწირი მტკიცებულებებისა. ამ ფონზე შეუძლებელია ისაუბრო ადამიანმა თუნდაც ნეიტრალურმა ობიექტურმა დამკვირვებელმა რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს რაღაცა გამოიყენოს ნეგატიურ კონტექსტში ამ განცხადების კეთება და იმ პოლიტიკური ძალისაგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომელიც ამ ჯგუფებს კარგად იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. აი დავით გერლიანის ინციდენტი, მოდი ასე დავარქვათ, რას გეუბნებათ თქვენ? პრინციპში გივით არგამაძის სტატუსებია საჭირო და რუსთავი 2-ის კამერა იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიღაც დააკაოს? თქვენ სწორად აღნიშნეთ, ქალბატონი, როდესაც ბრძანეთ, რომ ნამდვილად ვერ მოხერხდება თითოეული ადამიანის Facebook გვერდის კონტროლი, ამას ჭირდება ალბათ ასეულობით თუ ათასეულობით არა ადამიანი რომ ჩაუძეს და მე მინდა შევასრულო ნებისმიერ ინფორმაციის წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შემდეგ დაიბარეს კიდევაც ხო ბატონი გივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისად გამოუკიდებლად ჩვენ შსს არ უწარმოებია როგორც ჩანს არანაირი გამოძიება და ფაქტის წინაშე აღმოჩნდა მას ელემენტარულად უნდა ქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ როგორც მინიმუმ უკრაინული მხარისაგან და ამის შესახებ მე როგორც ვიცი დაისვა უკვე კითხვა და ვფიქრობ რომ ალბათ არგუმენტები ან პასუხი რატომ მოხდა ასე რომ გივით არგამაძეს აცნობეს კონკრეტულმა პირებმა ამის შესახებ რომ გერლიანი ჩამოდიოდა თუ ქაჩიბაია თუ ჩაჩიბაია საქართველოში და არაცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც არის ვალდებულება შესაბამისი ხელშეკრულებით რომ თუ ადამიანი უნდა გამოადეპორტონ თუ გამოაძევონ, უნდა შეიქმნას მტკიცებულებები, უნდა შეიქმნას შესაბამისი დოკუმენტები და ქართულ მხარეს ამის უკრაინულ მხარეს ამისი ცნობის ვალდებულება აქვს ქართულ მხარესაც. ასეთი როგორც ჩანს არ იყო, Facebook სტატუსი როგორც ჩანს არავინ წაიკითხა და მე ვფიქრობ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აწი უფრო გავრცელდებიან და ჩვენ ვნახეთ ძალიან კვალიფიციური მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, რომლებმაც ასეთი პროვოკაციის მიუხედავად მესამე დღეს შეძლეს ამ ადამიანის დაკავება. ბატონო მამუკა, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვერ თანამშრომლობს ჩვენი ხელისუფლება, ზუსტადაც პოლიტიკური დაპირისპირება ხომ არ არის და პოლიტიკური გემოვნება, ანუ იქ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ და იქნებ ამიტომაც არის რომ ვერ ახერხებს უკრაინის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები. შესაძლებელია ასეც იყოს ქალბატონო. ჯობდეს რომ ეს გვერდზე გადაიდოს და ასეთ სერიოზულ საკითხებში ითანამშრომლონ როგორღაც. უნებრივია ასე უნდა მოხდეს, უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს და კონკრეტულმა ადამიანებმა მე არ მინდა ვინმე სამე დავაბრალო მიუხედავად ჩვენი ასეთი ცხარე ოპონირებისა, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანებმა კეთილი უნდა ინებონ და ვალდებულება, რასაც მათ კანონი აკისრებთ, აუცილებლად უნდა შეასრულონ. ბატონო მამუკა, თქვენი ოპონენტები უფრო შორსაც მიდიან და გერლიანის საქართველოს შემოსვლის ფაქტს არ განიხილავენ როგორც ცალკე აღებულ ფაქტს და ინციდენტს, აქ საუბარია იმაზე, რომ
წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება აპირებს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს გამოყენებას. მოგეხსენებათ ალბათ, რომ გერლიანი დააკავეს მაშინ, როდესაც ის გადადიოდა სომხეთში და აი მაგალითად გივით არგამაძე თვლის, რომ ერევანში მოქმედებს ყველაზე დიდი ცენტრი, სადაც ქურდები შაქრო კალაშოვის მეთაურობით ემზადებიან ოქტომბრის არჩევნებისთვის. რა სიტყვით ამბრალდება? მთელი პასუხისმგებლობით რა შემიძლია თქვა ახლა ამ აბსურდზე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არათუ კრიმინალების თუ თქვა დამნაშავეების გამოყენებას რაიმე კონკრეტულ მიზნებთან მიმართებაში ქართული ოცნება არ აპირებს, არამედ არანაირ არაკანონიერ ქმედებას აპირებს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვა არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი დავდოთ, ეს შედეგი ისედაც დაიდება, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის ყველაზე რეიტინგული მოძრაობა, პარტია ქართულ სინამდვილეში და ადამიანებმა თავისუფლება იგრძნეს, პროგრესი იგრძნეს და ეს პროგრესი კიდევ უფრო მეტი დინამიკით განვითარდება და არავის დახმარება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები სხვანაირად მსჯელობენ და სხვანაირად წარმოაჩენენ სიტუაციას, არ დაგჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი თითიდან გამოწვეული ტერმინები, არგუმენტები და თქვენ წარმოვიდგინეთ, გერლიანის თემა რომ არ ყოფილიყო, ეს 4 დღე რაზე უნდა ელაპარაკათ. კორცხელი ახსენა ჩვენმა ოპონენტმა თქვენთან სტუდიაში, კორცხელი რომ არ ყოფილიყო, რაზე უნდა ელაპარაკათ მთელი ამ ხნის განმავლობაში და როგორ უნდა იმტკიცებინათ, რომ ქართული ოცნება თითქოს რაღაცა მსგავს პროვოკაციას აპირებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, შედეგიდან გამომდინარე, ბოდიშ გიხდით, შედეგიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ასეთი ინციდენტები, ასეთი პროვოკაციები აწყობს მხოლოდ ჩვენს ოპონენტს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც წარსულში თვითონ მოქმედებდა ამ გზებით, ამ ესეთი როგორც თქვენი სტუდიის სტუმარი ამბობს, ასეთი გაგების რაღაცნაირად უკაცრავად ამ ჟარგონისთვის მოძრაობა გახდა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ და ასეთი მიმდინარეობითაც არ ვაპირებთ. დაუშვათ აწყობს ნაციონალურ მოძრაობას ასეთი ტიპის პროვოკაციები. დაუშვათ მას კორცხელში უნდოდა პროვოკაცია. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა ეს პროვოკაცია. დაუშვათ მას აწყობს კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მინიმუმ არასერიოზულ და უხერხულ მდგომარეობას ჩააყენოს. ფაქტია, რომ მას ეს გამოსდის. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება თქვენი აზრით რამდენად დამაჯერებლად და წარმატებულად გამოიყურება? ცალ-ცალკე გეტყვით, ალბათ, ნინო, ამაზე პასუხს პირველი კორცხელის ინციდენტს რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, 3 საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო 3 კვირის განმავლობაში პრემიერის მიერ გახმოვანებული, რომელიც პროცესშია და მე ვფიქრობ, რომ მოასწრებს მოქმედი პარლამენტი ამ კანონების და ამ კონკრეტული ნორმების მიღებას, მე აღარ ჩამოვთვლი თქვენ ზვირფას, რომ არ დაგათმეთ, იმიტომ რომ თქვენ ამის შესახებ იცით და ამას მოყვება შესაბამისი ამ კანონთან მიმართებაში, შემხებლობაში ახლოს პრაქტიკული ნაბიჯები, რაც საბოლოო ჯამში ერთობლიობაში უზრუნველყოფს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ოქტომბერში. რაც შეეხება ქურდების თემას, მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი პროვოკაციები იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი ანალიზის საფუძველზე მოეკიდება ამ თემას და კიდევ უფრო სწრაფად იქნება დაკავება, ვთქვათ, კონკრეტული პირების თუნდაც პროვოკაციის საფუძველზე საქართველოში შემოშვებული. გაანალიზებს ბატონი გივით არგამაძის Facebook პროფილს ალბათ და როგორც ჩანს მოუწევთ. ჩემ ბოლო კითხვა იქნება და შემდეგ თუნებას მოგცემთ სტუდიიდან ბატონ ზვიაც ექნება ალბათ კითხვა და ალბათ ბატონ გელასაც და დაგემშვიდობებით. მოკლედ თქვენი პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ იმას, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარების გაუარესება არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ვიზა ლიბერალიზაციაში ჩვენ შეგვექმნა პრობლემები და ქართველი კრიმინალების შესახებ ევროპაში ფართოდ საუბრობენ. თქვენ რა სიტყვით ამ ბრალდებაზე? მოდით ასეთი სტატისტიკა ავიღოთ. სტატისტიკაზე საუბარი თითქოს შალია და ძალიან ფორმალური, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ საკითხთან ოდნავ მაინც არის შეხებაში, იცის, რომ აი დამალვაზე საუბრობენ ხოლმე ხშირად. შეიძლება წვრილმანი დანაშაული თქვათ რაღაც პერიოდში განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იმალებოდა და გონიათ რომ დღესაც იმალება, თქვათ ეს მართლა გონიათ. ძიმე დანაშაული შევარდნაძის დროსაც რომელიც არ იმალებოდა. მოდი ავიღოთ ეს სტატისტიკა. ამ სტატისტიკაში თუ გაუმჯობესებაა, ნუ ინდიკატორად დავუშვათ. ამ სტატისტიკაში თუ გაუმჯობესებაა, მაშინ რა ხდება? რას აღარ მივაქციოთ ყურადღება ამ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც კრიმინალური მდგომარეობა არ არის გაუარესებული და პირიქით. გახსნის მაჩვენებელი მომატებულია, ძიმე დანაშაულები არის შემცირებული და არგუმენტი ყოველდღე უსაფუძვლოა, რომელიც იქნება საწინააღმდეგო ამ არგუმენტებთან. ხო, რაც შეეხება გერმანიაში თითქოს ქართველი კრიმინალების გააქტიურებას, ყველა პასუხისმგებლიანმა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ეს ამბავი არაფერშუაშია. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს არის კამპანია. მოდით ბატონ ზვიაც მოусმინეთ. მადლობთ. მე აუცილებლად მინდა უპასუხო
ბატონი მამუკა ბინარაძის ამ კომენტარს, რომელიც მან შეთავაზებაში გააკეთა ადამიანმა. მე ნამდვილად ვერ მივიღებ დაუსაბუთებელ კრიტიკას ადამიანისგან, რომელიც იყო შევარნაძის დროს ბაღათურიას ოპერი და ადამიანს, რომელსაც შეეძლო ემუშავა ბაღათურიასთან და მას არ ქონდა ამის კომპლექსი. არ მიმუშავია არასოდეს ბატონო ზვიად ბაღათურიასთან და როგორ მოვიქცეთ ამ არასოდესო ბატონი მამუკა. არასოდეს რაც შეეხება თქვენ რო თქვით და არც ოპერად არ მიმუშავია და როგორ მოვიქცეთ ახლა პირდაპირ ეთერში ამბობთ იმას, რაც არ ყოფილა ბუნებაში, ისევე როგორც უставი 2-ის ეთერში ელისო კილაძემ და გვარამიამ დაადასტურეს, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის დროს მუშაობდი პოლიციაში. როგორ მოვიქცეთ? ჩემს ინფორმაციულობაზე, ჩემს როგორ არ ყოფილა ხა მისი ისტორია გამომძიებელი იყო, ოპერი იყო. გამომძიებელი ვიყავი საგამოძიებო სამსახურის, რომელიც არ ემორჩილებოდა და არ ექვემდებარებოდა პოლიციას, რომლის უფროსიც იყო მერაბ ბაღათურია. დიახ და მე მაგას ვამბობ ზუსტად თქვენ არ ქონდა კომპლექსი მეკრთამე ბაღათურიასთან მუშაობის და ბაღათურიასთან ვერ მუშაობდნენ ადამიანები რომლებიც თვითონ არ შეიძლებოდა ხო და არ მიმუშავია ბაღათურიასთან და როგორ მოვიქცი ამ დროს ბატონოზია შევარნაძესთან მიხეილ სააკაშვილიც მუშაობდა მოდით ამას თავი გავანებოთ და დღევანდელ თემას და ბაღათურია სულ სხვა მოცემულობა არის შევარნაძის მილიციაში და იმას ჩემს ინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენ რეპლიკა გააკეთეთ მას ქონია ბევრი ინფორმაცია და რომელსაც უნდა იტყვის უნდა არ იტყვისო თქვენ ჯერ ერთი უტრირებთ და მე ასე არ მithქვას მაგრამ მე მინდა დაგეთახოთ დიახ მე მაქვს საკმაოდ რაღაც ინფორმაციები მათ შორის თქვენზეც ამაქვს ინფორმაციები, რომელსაც აუცილებლად მივალდა შინაგანსაკითხთა სამინისტროს სპეციალურ სამმართველოებში აუცილებლად არჯობია რომ აფოლხოთ ბატონო კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის კანონიერ ქურდებთან კავშირის ბატონ მამუკას კითხეთ თუ ისურვებთ მან თუ იცის რაზე მაქვს საუბარი თუ ისურვებს რომ ვისაუბრო მე ამაზე თუ არ ისურვებთ არა უშავს მე არ დავაღვევ ამ შემთხვევაში თქვენს ასე ვთქვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია შესაბამისად განვაცხადებ იქ სადაც საჭირო არის. დაინტრიგებული ვარ ამ რეპლიკით. ასე რომ პატივცემულო მამუკა, სანამ ჯოხს მოიქნევთ, მანამ დაფიქრდით, იქნებ ეს ჯოხი თქვენ არ მოხდეთ. კარგით, მადლობთ ბატონო მამუკა, ხომ არ გაქვთ რეპლიკა? ძალიან მოკლედ გეტყვით რომ ეხლა პირდაპირ დაიწყო ამ ადამიანმა ტყუილით, არასოდეს მერაბ ბაღათურიასთან რომელსაც კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ ერთ პერიოდში მართლა მუშაობდით, არ მიმუშავია. ნუ ხა დანარჩენი ხა ინტრიგა შემოაგდო ტელეეთერში როგორ ჩვევიათ, ნუ ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ ბატონო ზვიად, თქვენი ვალდებულებაა და არა თქვენი უფლება. დანაშაულის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ სამართალდამცავი. თუ აი ეს დანაშაული ძიმიან განსაკუთრებით ძიმიან, მისი დაფარვა ისჯება კანონით. ამიტომ უნდა მიმართოთ და არ არის ისე რომ ეს თქვენს უფლებას წარმოადგენს. კარგით, ბატონ მამუკა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ბატონ გელას არა აქვს კითხვა და დაუბრუნდებით სტუდიაში. მამუკა მდინარაძე იყო ჩვენი სტუმარი, ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს წევრი. მოდით ბატონ გელა დაგიბრუნდებით თქვენ და შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ჩავთოთ დავით გერლიანის ადვოკატი, რომელიც მოვიდა ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მოკლედ უნდა შევაჯამოთ რაღაცნაირად დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. როგორ ფიქრობთ, კრიმინალური სამყაროს მონაწილეობის გარეშე ჩაივლის ეს არჩევნები? პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში ისინი ამა თუ იმ ფორმით იყვნენ ხოლმე ჩართული, მათ აქვთ გავლენა რეგიონებში განსაკუთრებით და მათ შეუძლიათ ვთქვათ მობილიზება გარკვეული საარჩევნო ხმების. როგორ ფიქრობთ, რეალურად დაცლილია პოლიტიკა ამ არჩევნებში? რა თქმა უნდა, გიპასუხებთ ამ კითხვაზე, უბრალოდ მანამდე მამუკას და ზვიადის პოლემიკაში მე არ ხო, რაღაცა მეც ძალიან ესე უყურებდი გაოცებული არ ვიცი. მე მინდა უბრალოდ დაიცის ბატონმა ზვიადმა. პატარა რეპლიკა ასავით გავაკეთო. ჯერ ერთი თუ მართლა დანაშაულის რაღაცა ინფორმაცია აქვს დანაშაულის შესახებ მამუკა შეიძლება ჩემს შესახებაც აქვს შეიძლება ვიღაცის შესახებ. ბატონ გელას შესახებაც ხომ არ გაქვთ ბატონ ზვიადან ჩემს შესახებ. არა, ზვიადი ყოფილი პოლიციელი. როგორ გამიხარდა გულზე. ზვიადი ყოფილი პოლიციელია და არ არის გამორიცხული რომ ბევრი ინფორმაციები გქონდეს, მაგრამ მე ხლა მერაბ ბაღათურია როდესაც ახსენა, მერაბ ბაღათურია ხლა ესეც უდანაშაულობის პრეზუმპციის შელა ხო, იმიტომ ჯერ ერთი დავიწყოთ იმიტომ მერაბ ბაღათურია მე საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ის ვიცი რომ ერთი წელი თუ წელიწადნახევარი სააკაშვილის ხელისუფლების დროს მუშაობდა ეს კიდევ. თუ ეს კაცი მეკრთამე იყო, ეს იცო რატომ მუშაობდა და მეორე თუ მეკრთამე იყო და წელიწადნახევრის მერე გაიგეს, რატო არ აგებინეს პასუხი? არანაირი სისხლის სამართლებრივი. თავისთავად ის რომ ვიღაცის დროს სადღაც მუშაობდა ამ ქვეყანაში აღარ არის უკვე არანაირი კომპრომატი, იმიტომ რომ ყველა სადღაც ოდესღაც მუშაობდა და არავინ არ დაბადებულა გუშინ. რაც შეეხება თქვენს კითხვა, ბარემ აქვე ვიტყვი რომ გივით არ გამოძიეს შესუსში დაკითხესო, მეც მოვისმინეთ პროკურატურაში და სასამართლოში თანამშრომლოს ძალიან კარგი, მან უბრალოდ უნდა ახსნას ის რომ დაეხმაროს საქმის გამოძიებაში. რა ისეთი პირდაპირ თუ ირიბი მტკიცებულება აქვს იმისი რომ ეს კაცი გვარი დამავწყდა არის
კანონიერი ქურდი და ეს უნდა დაეხმაროს ამაში. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვაქვს წინა ხელისუფლების დროს, რომ ეს კრიმინალური სამყარო იქნებოდა კანონიერი ქურდი თუ რაღაცა მათთან დაახლოებული პირები, ხო? როგორ აქტიურად მუშაობდნენ და არა მხოლოდ ეს, როდესაც იმაში, რა ქვია, საარჩევნო შტაბი ჰქონდათ ფილარმონიაში, ერთ-ერთი არჩევნებისთვის, მე მგონი 2008 წელი ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობასთან მუშაობდნენ ხო, კრიმინალები? რა თქმა უნდა, იქ როდესაც მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აი მე გამოუშვებ ციხიდან და ისინი იყვნენ, რა ქვია, კოორდინატორები იწერდნენ გვარებს, სახელებს, ეს მასობრივად იყო ამ არჩევნების. თქვენ იხსენებთ იმ ისტორიას, როდესაც ხმების ამდენ იყო ესეთი ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ მე იმედი მაქვს, ისე რომ მე კი არ გამოვრიცხავ, ანუ ეს არის შესაძლებელი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამ სულელურ და ძალიან არაგონიურულ ნაბიჯზე არ წავა, იმიტომ რომ ეს გამოცდილება ეს შავლაქად ადევს სხვა რაღაცეებთან ერთად ნაციონალურ მოძრაობას, მათ ისტორიას, პოლიტიკურ ისტორიას და რა ვიცი, თუ ისეთ სულელები არიან, რომ ეს გაიმეორეს, თუმცა ძალიან ბევრ შეცდომას ნაციონალური მოძრაობის იმეორებენ, სამწუხაროდ ესენი, მაგრამ მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს არ მოხდება. კარგით, ბატონო ზვიად, თქვენ გითხარით და შემდეგ უნდა ჩავთოთ ქალბატონ თამარ აბესაძე. პრინციპში რა გარანტია გვაქვს, რომ თუნდაც იგივე ნაციონალური მოძრაობა არ გამოიყენებს მეტნაკლებად კრიმინალური ავტორიტეტების გავლენას ამ ქვეყანაში, მით უმეტეს რომ კრიმინალური როგორ უნდა გამოიყენოს? ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების სპეციალისტი ბატონი გივით არგამაძეა, მას აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ. რატო ყველა პოლიტიკურმა შეიძლება გამოიყენოს. სპეციალისტობაზე არ არის, მას აქვს ინფორმაცია და დანაშაული იქნებოდა ეს ინფორმაცია მას რო არ გაემხილა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ინფორმაცია გაასაჯაროა. ის რომ აქ ბატონი დინარაძე უტრირებდა იმას, რომ ეხლა ვერ წავიკითხავთ ჩვენ ამდენი 1000 ადამიანის პოსტებსო, უკაცრავად, მაგრამ ამდენი 1000 დეპუტატი არ აყავს ჯერ საქართველოს პარლამენტს და მეორე კიდე თუნდაც მე ყოფილიყავ, მე ვიძლევი ამ ინფორმაციას და ვალდებულება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს ინფორმაციები ხა ეს ამ ვალდებულებას. განცხადება უნდა დაწეროს პოსტებით კი არ უნდა გამოვაკლოთ. ხო, სხვათა შორის მე როგორც მოვისმინე კიდე ბატონმა თარგამაძემ მე შესთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კი ბატონო გამომიყოთ ბეკავშირე ოფიცერიო და მე რაღაც ინფორმაციას რომ მივიღებო. რაზა ჭაია შესთავაზა საქმეების გამოსაძიებლად. ბატონი ზაზა მინდოდა არ ყოფილიყო დღეს ჩვენი სტუმარი და არ მოვიდა გადაცემაში. კარგით, მოდით ჩავთოთ ქალბატონ თამარ აბესაძე, დავით გერლიანის ადვოკატი. მოგესალმებით ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა გკითხოთ ბოლო-ბოლო ვინ არის თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი მხატვარი, როგორც თვითონ ამბობს, რომელიც ევროპის ქვეყნებში დადის და პეიზაჟებს ხატავს, თუ კანონიერი ქურდი. მოდიში ნახე რა თქმა უნდა. მოგეხსენებთ, რომ დავით გერლიანი მხატვარია, ნამდვილად ის პეიზაჟებს ხატავს. წარდგენილ ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო რაც შეეხება გარემოებებს, რის გამოც მე დღეს თქვენთან სტუმრად მოვედი, მადლობელი ვარ ამისათვის. ბატონ გელას ვეთანხმები იმასთან დაკავშირებით, რომ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციები ეს არ არის სავალდებულო და სადღაც ვიღაც რაღაცას დაწერს, ამისათვის რესურსი პოლიციის და სამართალდამცავ ორგანოების არ უნდა იხარჯებოდეს ნამდვილად. როდესაც ესეთ სერიოზულ ინფორმაციას ვფლობ, სხვათა შორის თავად გერლიანმა აღნიშნა, რომ როდეს თუკიო გივით არგამაძემ მიცოდა იმის შესახებ, რომ მე შემოვდიოდი საქართველოში როგორც კანონიერი ქურდი, რატომ არ წავიდა პოლიციაში, რატომ არ დაწერა განცხადება და რატომ დაფარა დანაშაული, შეუტყობინებლობას აქვს ადგილი გივით არგამაძისგან. ის როგორც კანონიერი ქურდი რამშობა კი შემოდიოდა საქართველოში და კანონიერი ქურდია თუ აი მოგახსენებთ, როგორც კანონიერი ქურდი შემოდიოდა. არა, აი როგორც ბატონი გივით არგამაძე აცხადებს, სიყვარტოვებდა მართლა როგორც ბატონმა ზვიადმა. როგორც გივით არგამაძე აცხადებს, რომ კანონიერი ქურდი შემოვიდა, თუ კი ის ფლობს ამ ინფორმაციას, მოდი განვიხილოთ გივით არგამაძის მხრიდან, ასევე თავად გერლიანის მხრიდანაც. გერლიანი სამართალდამცავმა ორგანოებმა უკრაინაში, ოდესაში მოიპარეს, როგორც ესეთი, ჩასვეს თვითმფრინავში, ჩანს კადრები, რომელიც გივით არგამაძის გვერდზე არის განთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმმა როგორ მიაცილა აეროპორტამდე, თვითმფრინავამდე ჩასვეს გერლიანი და ისე გამოუშვეს საქართველოში, რა თქმა უნდა, ის თვითმფრინავს ვერ დატოვებდა ჰაერში, მოუწია იძულებული იყო საქართველოში უნდა შემოსულიყო, რა თქმა უნდა. გერლიანი განიცდის როგორც ასევე უკრაინის სახელმწიფოსგან პოლიტიკურ დევნას, ჩამოვიდა საქართველოში
საქართველოში იმის მაგივრად, რომ აი ესეთი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი სცენარის მსხვერპლი არის და ის იძახის და ამბობს, რომ ნამდვილად მსხვერპლია. ეს სცენარი თქვენი ინფორმაციით და რას ამბობს? მოგახსენებთ, რომ გერლიანი არის უკრაინის მოქალაქე. აქვს მას პასპორტი და როგორც მან განმარტა და თქვა აღნიშნა თავის საუბარში, რომელმაც მეც დღეს როცა შევხვდი მითხრა და ასევე სასამართლოშიც დაადასტურა აღნიშნული, რომ მასთან მივიდა ყოფილი მაღალჩინოსანი ლორდ ხიფაინძე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა ეს მსუბუქი სიტყვა, შეიჭრნენ იმ რესტორანში, სადაც იმყოფებოდა გერლიანი და პირდაპირ ისე რომ ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ის დააკავეს სხვა პირებთან ერთად, რა თქმა უნდა გერლიანი იყო და კავებული სხვები გაუშვეს. გერლიანს განუცხადეს, რომ მას ჰქონდა ყალბი პასპორტი და ამიტომ მას დეპორტს უკეთებდნენ საქართველოში. გერლიანი რა თქმა უნდა კანონისმცოდნე ადამიანია, იცის კანონები და მიხვდა რომ აქ არანაირ დეპორტს ადგილი არ ჰქონდა, რადგან დეპორტის დროს აუცილებლად დოკუმენტები დგება და პასპორტი უნდა იყოს ჩამორთმეული აუცილებლად. გერლიანს ხელში დააკავეს იგივე პასპორტი, რომელიც არის უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი და გამოამგზავრეს საქართველოში. როდესაც შემოვიდა საქართველოში, ის ელოდებოდა რომ პოლიციის თანამშრომლები დახვდებოდნენ, მაგრამ მას არ დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები და შენიშნა მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობდნენ გადაეღოთ მისთვის და მიხვდა რომ რაღაც გაუგებრობაში იყო, ძალიან სერიოზულ გაუგებრობაში მოყოლილი და რა თქმა უნდა განერიდა სიტუაციას. ქალბატონ თამარ, არის ინფორმაცია რომ ის სომხეთში გადადიოდა სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით. შეესაბამება ეს სიმართლეს? ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს, იმიტომ რომ გერლიანმა, რომელმაც მიხვდა რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მსხვერპლი აღმოჩნდა და ეს ძალიან კარგად გამოიყენა ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა. ყველა მიხვდა ახლა ფაქტის ახეზია, რომ ეს არის დადგმული სცენარი, სწორედ შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, ნუ ეწყინება სტუდიაში მყოფ სტუმარს, რომელიც წარმოადგენს ალბათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, რომ რატომ იცოდა გივით არგამაძემ, ვინ გადმოუგზავნა გივით არგამაძეს ის ვიდეო რგოლი, როგორ იყო დაკავებული გერლიანი, როგორ აცილებდნენ თვითმფრინავში, როგორ სვამდნენ მას და ამგზავრებდნენ საქართველოში უკრაინის მოქალაქეს. სად მიდიოდა ის ქალბატონ თამარ, ჩვენ ძალიან ცოტად რო გვაქვს უნდა დავასრულოთ გერლიანი, როდესაც დააკავეს სომხეთში მიდიოდა რეალურად? არ მიდიოდა სომხეთში ნამდვილად, ის საქართველოს ტერიტორიაზე იყო. იცით რა არის, როდესაც უკრაინიდან გიშვებენ, აი ესე, შემოდიხარ საქართველოში და 2 წუთში აცხადებენ, რომ კანონიერი ქურდი შემოვიდა გერლიანმა რა უნდა ექნა გერლიანს, ახლობლებს ვერ დაურეკა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მიხვდა რომ ძალიან უსიამოვნებაში გახვევდა, შეეცადა განრიდებოდა, რა თქმა უნდა, ცენტრს თბილის და მოშორებით მარნეულის რაიონში საქართველოს ტერიტორიაზეა დაკავებული გერლიანი და არავით არის საზღვრის საქართველოს დატოვებას. იცით რა არის, საქმის მასალა მაქვს გადმოცემული და აპირებდა, აი როგორ შეიძლება აპირებდა, იქნება კიდევ სხვა რამესაც აპირებდა, მაგრამ ესე ხო არ შეიძლება აპირებდა. იცით რა არის, საზღვარზე რო ყოფილიყო ის და დაეკავებინათ პირდაპირ საზღვარზე, აი მაშინ იქნებოდა მცდელობა, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ხარ და იქ გაკავებენ სამართალდამცავი ორგანოები, ამ შემთხვევაში ეს მოაზრებულია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი, როგორც ბრალდების მხარის და აქვე აღნიშნავ კიდევ რომ დღეს სასამართლომ უკრაინის მოქალაქეს შეუფარდა არარსებული დანაშაულისათვის პატიმრობა, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ. მისი საქმე ის შემოვიდა დავით ჩაჩიბაიას პასპორტით, ხო, როგორც მე ვიცი? დიახ და საქმის მასალებში გამოძიება მიმუშავა ჩაჩიბაიას შეუფარდეს თუ ჩაჩიბაიას და გეტყვით ამასთან დაკავშირებით, როგორც კი 2013 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან, ის წავიდა იუსტიციის სამინისტროში და დედის გვარზე გადავიდა გერლიანიდან ჩაჩიბაიაზე. დოკუმენტი არსებობს ამის. აქვს კითხვა და მექნება ბოლოს კითხვა და უნდა ქალბატონ თამარი. ქალბატონ თამარ, ჩვენ გერლიანთან მიმართებაში არაერთხელ ახსენეთ კანონიერი ქურდი. არის გერლიანი კანონიერი ქურდი? მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით, გერლიანი წარდგენილ ბრალდებაში, ამ კანონიერ ქურდობაში და საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ეს ყველაფერზე მეტყველებს. კარგით, ქალბატონ თამარ, მე ბოლოს მინდა კითხო, ესე იგი თქვენი ლოგიკით გამოდის, თქვენ
ახსენეთ დადგმული სპექტაკლია, პოლიტიკური სპექტაკლის მსხვერპლია თქვენ დათვის. დიახ, და დავით გერლიანიც, ჩაჩიბაიაც აღნიშნავს ამას, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული სცენარი, რომელზეც წამოეგო საქართველოს ხელისუფლება და ბატონ მამუკა მდინარაძეს უსმენდი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს არის პროვოკაცია და მივესალმები თუ კი თვლის, რომ ეს პროვოკაცია, მაშინ ადამიანი, რომელიც შემოვიდა 18 ივნის და 22-ში დაკავებულია, რომელ ქურდული სამყაროს წევრობაზე კანონიერი ქურდობის დანაშაულის ჩადენაშია ლაპარაკი, აი რა ჩაიდინა გერლიანმა დღეს სხვათა შორის პროკურორს დაუსვა კითხვა, მე შემოვედი საქართველოში და რაში გამოიხატა ჩემი დანაშაული, აი რაში გამოიხატა, ბრალდების ხარემ პასუხი ვერ გასცა, არ აქვს პასუხი, რაში გამოიხატა, აი ვკითხულობთ რა დააშავა გერლიანმა, რატომ უნდა დაისაჯოს მოპარული ადამიანი უკრაინიდან. გამოძიება და სასამართლო, დიდი მადლობა. უნდა დავამშვიდობოთ სამართალმცოდნეობაში ჩვენ ასევე გვაქვს უმოქმედობით ჩანდილი დანაშაული, ამიტომ აუცილებელი არ არის რამე დანაშაულებრივი ქმედება განეხორციელებია ამ წუთას გერლიანს. იცით რა არის? არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებით დაიჭირო ადამიანი და შემდეგ ეძებო რა მუხლი წაუყენა. რა თქმა უნდა. არა მოსაძებნია ხა 223-ის პრიმა არის. ჯერ დაემტკიცებინათ ბატონო ჩემო. ჯერ დაემტკიცებინათ იყო თუ არა ის არის თუ არა კანონიერი ქურდი და ყვეთავდა თუ არა საზღვარს და არ შეიძლება ესეთი ადამიანის თავისუფლება ხელხო ყოველგვარი დამტკიცების გარეშე. სავარაუდოდ უნდა კონდეს პროკურატურას გავსით. დიდი მადლობა ქალტონ თამარ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დაბრუნდეთ სტუდიაში ბოლო კითხვები და უნდა დავასრულოთ გადაცემა ბატონო ზვიად. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი, ასეთი შეფასება და ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ კიდევ გეგმავს როგორც ჩანს, ასე ამბობს ყოველ შემთხვევაში დავით გერლიანი და მისი ადვოკატის პრინციპში გეგმავს საქართველოს ხელისუფლება კი არა ყოფილი ხელისუფლება როგორც ჩანს რომ უკრაინას გამოგზავნოს ხოლმე დეპორტაციით, ეგრეთ წოდებული დეპორტაციით, იმიტომ რომ დეპორტაცია ოფიციალურად არ ყოფილა ეს, ხო? გამოგვიგზავნოს ხოლმე კანონიერი ქურდები. თუ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პროვოკაცია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ამბობენ და ნაციონალური მოძრაობა თუ მოახერხებს რომ კანონიერი ქურდები აი ესე შეკრიბოს ყველა ერთად და ჩააბაროს საქართველოს პროკურატურას იმისათვის რომ დასვას განსაჯელის წყამზე და აი ეს ჭირი ერთხელ და სამუდამოდ მოგვაშოროს, მაშინ პროკურატურა და შსს ორგანოებმა მადლობები უნდა უხადონ ნაციონალურ მოძრაობას. არ არის კომიკური ნამდვილად ეხა ის რასაც ვერ ახერხებს ჩვენი ხელისუფლება და მოახერხებს ამას ნაციონალურ მოძრაობა ან სხვა რომელიმე მოძრაობა ან სხვა რომელიმე პიროვნება კერძო თუნდაც ამას რაჯობია არ არის პრობლემა იქნება უბრალოდ დოკუმენტაციაც სათანადოდ მოაყოლო ხოლმე რომ დაუშვათ დეპორტაციის პასპორტი ჩამოართვან და მე ვერ ვილაპარაკებ ამას ქართულ შსს-ს რომ აეროპორტში დახვდეს ვინმე და არა თქვა ჟურნალისტი ამ სიღრმეებში მე ვერ შევალ იმიტომ რომ არ ვიცნობ საქმის მასალებს და არ ვიცი იქნებ წესრიგშია დოკუმენტაცია ხო ეხლა მე არ შემიძლია საუბარი ამაზე სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს რომ არ ყოფილა დეპორტაციის შესახებ მათი შეტყობინება და უბრალოდ გამოუშვეს ეს ადამიანი ჩასვეს და გამოუშვეს პასპორტი რომ გამოატანეს ფაქტია, იმიტომ რომ ის შემოვიდა საქართველოს პასპორტი. კი ბატონო, ხო, შემოვიდა და სწორედ ეგ არის. ცოტა მაპატეთ მეცინება, იმიტომ რომ არა ცოტა არასერიოზული მეჩვენება ეს სიტუაცია ბატონო, გელა თქვენც გეცინებათ აშკარად და ანუ რა არის ეს? მე ვფიქრობ რომ საბოლოოდ გამოგზავნა საქართველოში ესე ამანათით შეგვიძლია თქვა. მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ამ საქმიდან თავარი მოწმე და ერთადერთი მოწმე იქნება გივით არგამაძე სასამართლოში, რომელიც იტყვის რომ როგორ თქვენ არიცით ეს ყველა მიცის ეს კაცი არის კანონიერი ქურდი. ეხლა რაც შეეხება უკრაინიდან გამოგზავნას, თუ უკრაინაში ამდენი მტკიცებულებები ქონათ, ეს დამნაშავეა კრიმინალური კანონიერი ქურდობა არ იჯება მე როგორც. არა, მხოლოდ კანონიერი ქურდობა არა, ესე იგი რაღაცა ქმედება მხოლოდ კანონიერი ქურდობა აქაც არის, ჯობა აი ცალკე აღებული. ხო, თუ ქმედება ქონდა ჩადენილი თუ უკრაინის qalbi პასპორტი ქონდა, ვალდებული იყვნენ ამ qalbi პასპორტისთვის, იქ გამოძიება დაეწყოთ და რა თქმა უნდა დაეპატიმრებინათ. და არა, ესე ბანდეროლივით ჩაესვათ თვითმფრინავში და ცოტა უცნაური ფორმაა პრინციპში. ხო, აქედან გამომდინარე ვიცახი რომ ამას უდის რაღაცა ისეთი სუნი გამიზნული რომ პროცედურები, სამართლებრივი პროცედურები ყველანაირი დარღვევა, თან ეს პასპორტი გამოატანეს, ეუბნებიან qalbi პასპორტი გაქო და კი არ ჩამოართვეს. ამ პასპორტით გამოგზავნეს ის, ამგვარად გამოგზავნეს და ახლა რომელ იმაზე ლაპარაკობთ რაღაცა კანონიერების და პროცედურების დაცვას. აქ აშკარად რაღაცა პოლიტიკის სუნი ტრიალებს, მაგრამ კიდევ გადაჭრით მე არ შემიძლია. დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალბათ თანდათანობით გადაცემა ამ კითხვის პასუხი ბარიერი დღეს ამით დასრულებულია. მადლობა რომ ვიყურეთ, კარგად გრძანდებოდეთ.